და რო ახლავს ინტერიერის დიზაინს. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა თქვი და თქვენც იცით, გთხოვთ დროებით მიკროფონები ხელი ვარ შევშალოთ ერთმანეთს და თუ კითხვა გექნებათ, ხელი აწიეთ და ჩაგირთავთ მიკროფონს. ხო, მოკლედ, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეხება ინტერიერის დიზაინს და შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ ვინ არიან ინტერიერის დიზაინერები, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ეს პროფესია ავითვისოთ, რა პროექტებზე მუშაობენ ინტერიერის დიზაინერები, გეგმარება, რა ჭირდება, რა ტექნიკური უნარჩვევები უნდა გამოვიმუშაოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ფაქტობრივად ყველა ძირითად საკითხს შევეხებით ამ პროფესიის შესახებ. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, როგორც თქვი და მოკლედ თუ რამე კითხვა გექნებათ გზადაგზა, შეგიძლიათ დაგისვათ, ამისთვის ვარ დღეს შეკრებილები, რომ ამ კითხვებზეც პასუხი გავცეთ და პლუს ინტერიერის დიზაინზე ვისაუბროთ. ხო, მოკლედ ვიტყვი ასევე კურსის შესახებ, ჩვენ გვაქვს ინტერიერის დიზაინის კურსი, რომელსაც ვიწყებთ ახლა საგაზაფხულო ნაკადს 27 მარტს. ლექციებს ჩავატარებთ ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს. საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე. სწავლა ჩვენთან იწყება ნულიდან, შესაბამისად არანაირი წინაპირობა არ გვაქვს ამ კუთხით. ერთადერთი რაც დაგჭირდებათ არის მძლავრი კომპიუტერი, რომ ვთქვათ, რენდერების გაკეთება შეძლოთ. 19 ლექციის განმავლობაში ჩვენ ვასწავლით ArchiCAD, ეს არის პროგრამა, რომელიც გეგმარებისთვის გვჭირდება და ასევე 3D Max პროგრამა არის, რომელშიც მოდელირებას და რენდერებს ვაკეთებთ. ამ ორი პროგრამის ირგვლივ ძირითადად ვტრიალებთ და პლუს გავდივართ მნიშვნელოვან თეორიულ ნაწილს. მაგალითად, როგორ გავაკეთოთ გეგმარება, ერგონომეტრიკის პრინციპები რა არის, რეფერენსები როგორ მოვიძიოთ, პროექტი როგორ ავაწყოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, საკმაოდ ბევრი ინფორმაციას გავცემთ ხოლმე ლექციების განმავლობაში და კურსის დასრულებისას მთავარი რაც რჩებათ ჩვენ სტუდენტებს არის მათი ნამუშევრები პორტფოლიოს სახით. ზოგადად ამ ინდუსტრიაში თქვენს გეცოდინებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება დაგჭირდეთ დასაქმებისთვის არის პორტფოლიო. შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხით მუშაობთ, რომ სტუდენტებს დარჩეთ გარდა გეგმარებისა და რენდერებისა, ის აწყობა იცოდნენ პორტფოლიოში. ბევრი წელია ვასწავლით უკვე, ჩვენ უკვე 4 წელია პრინციპში დაიწყო და საკმაოდ ბევრი კურსდამთავრებულის ნამუშევარი გვაქვს და წარმატების ისტორია. შეგიძლიათ თვალი შეავლოთ აქვე, შემიძლიათ ჩატში ჩავაგდოთ ჩვენი ვებგვერდის ბმული, სადაც ჩვენი კურსდამთავრებულების ნამუშევრებს ნახავთ და მათ ისტორიებს გაიცნობით. მოკლედ, აი აქვე ჩავაგდეთ ჩატში და შეგიძლიათ გადახვიდეთ და თქვენ თვითონ ნახოთ. ხო, რაც შეეხება ინტერიერის დიზაინის დღევანდელ შეხვედრას, თათა იქნება ჩვენი სპიკერი. თათა არის ინტერიერის დიზაინერი დაახლოებით 12 წლიანი გამოცდილებით და 3-4 წელია უკვე ჩვენთან ასწავლის ამ სფეროს. თუ რამე კითხვა გექნებათ გზადაგზა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქვე შეგიძლიათ ჩატში მოიწეროთ ან ჩართოთ მიკროფონი და დაგვისვათ. ასევე გთხოვთ, რომ ბოლომდე დარჩეთ, რადგან ბოლოს გვექნება თქვენთვის დავალება. ამ დავალების შესრულების შემთხვევაში გექნებათ კურსზე უკვე 30%-იანი დაფინანსება. დავალების შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ეხლა მოკლედ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი ლექცია და მოვუსმინოთ თათას. მადლობა დიდ. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და ძალიან მიხარია, რომ დღეს შევიკრიბეთ აქ და გამოხატეთ ინტერესი. ზოგადად, სანამ რაღაც კურსის გავლას დაიწყებ, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შეგროვო ინფორმაცია, რასთან გექნება შეხება. ინტერიერის დიზაინის როგორც ეს პროფესია, როგორც ალბათ ყველა დანარჩენი პროფესია, მოითხოვს ძალიან დიდ შრომას და ენერგიას. მინდა რომ დღევანდელი ლექცია იყოს იმის პასუხი უფრო მეტად, რომ გავერკვიოთ იმაში, რასთან გვექნება კონკრეტულად შეხება. ერთი არა ამ წარმოდგენაში მე, მაგალითად მე თათას, რომელსაც სანამ ისწავლი და არქიტექტურის მიმართულებით რა წარმოდგენები მქონდა და ეხლა უკვე ჩემი
გამოსწერებიდან გამომდინარე რა წარმოდგენები შემექნა. ზოგადად ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, სადღაც იკრიბება, ხო, სხვადასხვა ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებით. მით უმეტეს ეს თუ ეხება ხელოვნებას. თუ შინაგანად გინდა რომ შენი ემოციები, გრძნობები, რა ვიცი, მისწრაფებები, ყველაფერი გადმოსცე რაღაცა კონკრეტული გზით. ესეთი ერთ-ერთი კონკრეტული გზა არის ინტერიერის დიზაინი, რომელიც რამოდენიმე ეტაპად იყოფა. ერთი რომ შენ, როგორც ინტერიერის დიზაინი, პირველ ეტაპზე ცდილობ რომ იპოვო საკუთარი თავი ამ მიმართულებით, მეორე იპოვო უკვე ნაპოვნი შენი თავი ამ მიმართულებით და უკავშირო სხვის სურვილებს და მესამე ეს ორივე ერთად გააერთიანო. გასაგები რო იყოს. სანამ შენ საკუთარ თავს არ იპოვე ამ მიმართულებით, ვერანაირად ვერ გაუწევ სამსახურს სხვას, ხო? შესაბამისად, კურსის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ვიმუშაოთ, ან ვიყოთ პირველ რიგში საკუთარი თვითონ ჩვენ საკუთარ თავის დამკვეთები და ამავდროულად საკუთარი თავის ინტერიერის დიზაინერები. არსებული დავალებები, რომელიც კურსის განმავლობაში გვექნება, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა მარტივად მოგვეჩვენოს რაღაც მომენტში და გადავდოთ რაღაც სხვა დროისთვის, რომ იცი ჯობია რომ მე გავაკეთოთ რაღაც გარკვეულ ასრულებს თქვენი როგორც ინტერიერის დიზაინერების ფორმირებაში. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ლექცია არ გამოვტოვოთ, თუ კი რა თქმა უნდა გადაწყვეტ ჩვენს გუნდს რომ შემოვერთდეთ, ან ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი გადაწყვეტ ამ მიმართულებით წასვლას, არაქვს მნიშვნელობა ჩვენთან იქნება თუ სხვასთან, მიუძღვნათ საკუთარი თავი მაქსიმუმად, რადგან დიდ დროს მოითხოვს. მე არ ვამბობ იმას, რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ ნებისმიერ რაღაცა რაც გინდა შესაძლებელია რომ გააკეთო. არ არის აუცილებელი რაღაც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები გქონდეს იმისთვის, რომ ინტერიერის დიზაინერი გახდე. ანუ თავარი არის და საკმარისი უდიდესი სურვილი და ინტერესი ამ სფეროსთან დაკავშირებით. ზოგადად მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში რაც კი ხდებოდა, რა პროგრესის განვიცადეთ, რაღაც კუთხით როგორც ყველა დანარჩენ სფეროს, ასევე ეხებოდა ინტერიერის დიზაინს. პირველი ესეთი უძველესი პრაქტიკა მოდის ძველი ეგვიპტელებისგან, შემდეგ უკვე რომაელებისგან და ბერძნებისგან, ხო? მათ იპოვეს ისეთი მიმართულებები, ისეთი მასალები თუნდაც არქიტექტურაში, რომელმაც მისცა მიმართულება და საშუალება ინტერიერის დიზაინს არქიტექტურიდან გამომდინარე განეცადა ფორმირება, ესე ვთქვათ, და ამიტომ ჩვენთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ თუნდაც არ მხოლოდ ინტერიერის დიზაინს, არამედ არქიტექტურულ დეტალებს. არსებობს სტილები, არსებობს მიმდინარეობები და არსებობს აი ამ ორი რაღაცის გაერთიანება, ხო? შესაბამისად, კურსის განმავლობაში საუბარი გვექნება არა მხოლოდ ინტერიერის დიზაინზე, არამედ არქიტექტურაზე. ეს იმის გამო არ ხდება, რომ მე ვარ არქიტექტურა დავამთავრე და პროფესიით არქიტექტორი ვარ. უბრალოდ მართლა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ჯაჭვი არსებობს ამ ორ რაღაცას შორის. მე ვფიქრობ, რომ ინტერიერის დიზაინი არ არსებობს არქიტექტურის გარეშე და ზუსტად ამ პერიოდებმა და მიმართულებებმა იქნებოდა ეს მხატვრობა, მუსიკა, არ ვიცი, ან ნებისმიერი სხვადასხვა მიმართულებები მოახდინეს, რა თქმა უნდა, ზეგავლენა ერთმანეთს და თითქოს ჯაჭვით არის ერთმანეთში აწყობილი. ამიტომ ეს წყობა მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ, ხო? შევეხოთ ყველაფერს, რაც კი ჩვენს გარშემო არსებობს. და მოდი, აი, უფრო მეტად ჩავშალოთ, რას გულისხმობ ამ შეხებაში. როცა ვმუშაობთ რაღაც კონკრეტულ ინტერიერზე, სადაც მე მინდა, რომ თავისთავად რაღაც პერიოდთან მქონდეს შეხება, მაგალითად ეს მინდა იყოს რომაული, მინდა იყოს ეგვიპტური, მინდა იყოს, ანუ ბერძნული არ აქვს მნიშვნელობა, ხო? მე უნდა ამოიღო მთავარი თვალის დამჭერი, მთავარი დეტალი, რომელიც რაღაცა სივრცეში შესვლით დანვე მომცემს რაღაცა მიმართულებას. იმიტომ რომ შეუძლებელია, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ერთ სივრცეში ერთ და იგივე სტილით წახვიდეთ, თუმცა საკმაოდ დამღლელი იქნება, ხო? ამიტომ რომ ჩვენ რაღაცა გავიმარტივოთ, ცხოვრება აუცილებელია, რომ ისეთი დეტალი ავირჩიოთ იმ მძიმე მაგალითად, რომლის გარშემოც უკვე მსუბუქად შეძლებთ რაღაცების განვითარებას. მაგალითად, ეს ფოტო ამის ძალიან კარგი მაგალითია, ხო, რომ შუაში არსებული ორდერებით და ჭერით ზუსტად ის ემოცია შემოვიტანთ, რა ემოცია შეიძლება რომ შემოგვეტანა, თუმცა მის გარშემო უკვე განვითარდა ყველაფერი შედარებით უფრო მსუბუქად და იმ პერიოდთან მიმართებაში, სადაც დღეს ვცხოვრობთ, ხო? ანუ აქ და ამჟამად.
ეხლა არ ვამბობ იმას, რომ თქვენ ყველა მაგალითი უნდა მოგეწონოთ ინტერიერის დიზაინს, ხო? მე არ ვეხები არასდროს კურსის განმავლობაში არავის გემოვნებას, არავის მიმართულებას, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ეგ ძალიან ინდივიდუალურია, იმიტომ რომ შენ შეიძლება ჩემი ნამუშევრები, ჩემ ნამუშევრებს არ მოხავდი აქ და არ გიждდებოდი ამ ყველაფერზე და ეს აბსოლუტურად ოკეია ალბათ, მაგრამ არის რაღაცა მომენტები, რომ უნდა გაივარჯიშო თვალი და უფრო მეტად დაკურებული უნდა იყო ამ ყველაფერთან მიმართებაში, ხო? მაგალითად არის ინტერიერი, მე ეს მომეწონა, რაღაც კონკრეტული ეს დეტალი, მთლიან ჯამში მე არ მომწონს, მაგრამ ეს შეიძლება რომ ძალიან კარგად გამოვიყენო. ან საერთოდ არ მომწონს, მაგრამ გააქნა ფიქრი და იგრძნობა, რომ ამ ყველაფერზე იშრომე. ამიტომ როგორც კი შენი ნამუშევარი ვიღაცა გამოცდილი ადამიანის ხელში მოხვდება, თქვენი გემოვნება სულ არ ემთხოვდეს ერთმანეთს, გამორიცხული ამბავია, რომ იმ ადამიანმა ვერ გაიგოს შენი, პროფესიონალიზმი და შენი მიმართულებები. არ ნიშნავს პროფესიონალიზმი მარტო წყლებთან მიმართებაში გამოცდილებას რა, დამოკიდებულებაში და დროის სწორ აღქმაში ამ პროფესიასთან მიმართებაში, უკვე შეიძლება ძალიან კარგად გაერკვე იმაზე ადრე, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. მე-19 საუკუნეში შემოდის გოთიკა და გოთიკას თავისებურად, რა თქმა უნდა, ისეთი სტილია, რომელსაც ახასიათებს ეს რაღაცა დრამატული შესვლა, შესაბამისად, იქ არსებული ორნამენტები, დეტალები შეიძლება ძალიან კარგად გამოვიყენოთ. აქაც შეიძლება რომ დაიყოს ინტერიერის დიზაინის მიმართულება, შეიძლება მუშაობდეს საცხოვრებელ სივრცეზე, შეიძლება მუშაობდეს კომერციულ სივრცეზე, ამიტომ ის მიმართულებები, რაც მე ძალიან მომწონს, შეიძლება ძალიან კარგად დავყო, მაგალითად, მე შეიძლება გოთიკა არ გამოვიყენო იქ, სადაც ვცხოვრობ, არ გამოვიყენო იქ, სადაც ჩემი დამკვეთი ცხოვრობს და სიმშვიდე და სიწყნარე უნდა, მაგრამ მე შეიძლება ძალიან კარგად გამოვიყენო, იქნება ეს კაფე, რესტორანი, ხო? სადაც ადამიანი შევა, საინტერესოდ გაატარებს დროს და რამოდენიმე საათი რაც იქ დარჩება, შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცევა და კიდევ ერთხელ მოუნდება მოსვლა. დღეს რატომღაც ეგრე ხდება ხოლმე მარტო საქართველოში არა, ზოგადად რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულება შემოდის მოდაში, ასე ვთქვათ, და მე იმას მიყვება და თითქოს ყველა სივრცე ერთმანეთს გავს. ამიტომ ცოტა დამღლელია, ხო, ერთი და იგივე, იმიტომ რომ მე სახლიდან გავდივარ და მინდა რომ განვიტვირთო, მირჩენია რომ ისეთ სივრცეში მივიდე, სადაც არ ვარ ხშირად, ხო, და რაღაცა ახალი ვნახო და ახალი დავინახო. შესაბამისად, ზუსტად ესეთი სტილების და მიმდინარეობების ცოდნა, როგორც ის ვთქვათ, რენესანსი, როგორც არის არტ-დეკო, არტ-ნუვო, რაღაც ეს გამოიყურება, ეს ყველა მიმართულება, რასაც კურსის განმავლობაში დეტალურად ჩავშლით, მოგცემს ერთს, რომ ჩვენ იქიდან ავიღოთ ის დეტალები და მოვახდინოთ იმ დეტალების თავშეყრა, რომელიც საბოლოო ჯამში საინტერესო შედეგს შემოგთავაზებს, ხო? რენესანსის და ბაროკოს და როკოკოს შემთხვევაში ბევრი სხვადასხვა დეტალები და მათ შორის ყველაზე მთავარი და თქვენთვის ცნობილი არის მოლდინგები, რომელთაც ჩვენ შეიძლება მივიღოთ რაღაცა კლასიკური იერსახე, რისი მეშვეობითაც ეს ერთი მხრივ რაღაც ერთფეროვან გარემოს მეტად საინტერესოს გავხდით. ამ შემთხვევაში თამაშობს ფერი ძალიან დიდ როლს, ხო? არა მხოლოდ ამ შემთხვევაში ყველა მიმართულებაში. შესაბამისად, მე შეიძლება რომ მოლდინგი რაღაცა კონკრეტული ორნამენტი ისეთ გამოვიყენო რაღაც კონკრეტულ სივრცეში, რომ მქონდეს მაგალითად თეთრი ფერი, რომელიც მიანიჭებს ჩემს ამ ორნამენტს პომპეზურობას, შესაბამისად ძალიან კარგად შეიძლება გამოიყენო ეს შენ რაღაც სარესტორნო სივრცეში, საქართველოს დარბაზებში, ხო, სადღესასწაულო სივრცეებში. რეისი პრობლემას დღესდღეობით დგას, იმიტომ რომ როცა დიზაინერი მუშაობს, თქვათ, მაგალითად, რაღაც ეგეთ სივრცეზე, სადაც ესეთი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, ხშირ შემთხვევაში რომ მიდიხარ, მაინც უნდა გადმოაწყო შენ დიზაინზე, ხო? მაგალითად რო ავიღოთ ქორწილის დიზაინი და თუ შენ მიდიხარ და იქ ქორწილი გადაიხადო, უნდა მიაქცე ყურადღებას როგორი დარბაზი და რამდენად გაძლევს დარბაზი იმის საშუალებას, რომ უარგო შენი მიმართულება. ქორწილის დიზაინის მიმართულება არსებობს მილიონაირი, ხო? შესაბამისად, შენ როცა აგიყვანა რაღაც კონკრეტულმა ადამიანმა იმისთვის, რომ ამ ღონისძიებებისთვის შექმნა რაღაც სივრცე, იქ არ უნდა გააკეთო ისეთი დეტალები, შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ ისეთი დეტალები არ უნდა გამოიყენო, რომელიც მე მომავალში შეიძლება რომ პირიქით უარყოფითად იმოქმედოს ამ სივრცის დატვირთვაზე, ხო? შესაბამისად, ჩვენ როგორც ინტერიერის დიზაინერი ხარ არა მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ სასიამოვნო და ესთეტიური გახადო სივრცე, არამედ იმაზეც კომერციულად რამდენად მომგებიანი იქნება შენს მიერ გადადგმული ნაბიჯები.
როგორც უკვე ვახსენე, რაზეც მე როგორ ლექციების განმავლობაში უფრო დეტალურად ვიმჟღერებ და მათ შორის არის მოდერნიზმი და მოდერნიზმი ამახვილებს ყურადღებას ფორმის ფუნქციონალობაზე და როცა ვსაუბრობთ მოდერნიზმზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ბაუჰაუსზე, იმიტომ რომ ბაუჰაუსი არის ის მიმართულება და ის სახელმწიფო სკოლა, რომელიც აერთიანებს ძალიან მნიშვნელოვან არქიტექტორებს, დიზაინერებს, ტექსტილის მხატვრებს და ასე შემდეგ, რომლებმაც შექმნეს ერთი დიდი ორგანიზმი და თავის დროზე ეს მიმართულებაც რა თქმა უნდა დაიშალა, თუმცა არ შეწყვეტილა მათი ფილოსოფიის გავრცელება ესე იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი რაღაცა მნიშვნელოვანი გარდატეხა არის თუნდაც არქიტექტურის, თუნდაც ინტერიერის დიზაინის და ზოგადად ვეჯის დიზაინის და ძალიან ბევრი მიმართულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომაც შეიძლება რომ თქვენთვის უფრო მეტად სასიამოვნო იყოს ამის მოსმენა და ამ თემის შეიძლება უფრო მეტად დაინტერესდეთ, არის ის, რომ აერთიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებას, არამედ ძალიან ბევრს ერთად. ნუ ხელოვნებას საზოგადოების აუცილებლობას უნდა ემსახურებოდეს და ფორმას და ფუნქციას შორის არ უნდა იყოს სხვაობა. ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ერთი მთავარი მიზანი ბაუჰაუსის როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმის, რადგან ფორმა უნდა მიყვებოდეს ფუნქციას და შესაბამისად ეს ორი რამ საუკეთესოდ გააერთიანა მის ვანდეროემ, რომელიც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი და მას ეკუთვნის ასევე ეს სკამი, რომელსაც ქვია ბარსელონას სკამი, რომელიც შეიქმნა ბარსელონა პავილიონისთვის, თუმცა პირველად გამოიყენეს სტუდენტატის ვილაში, რომელიც მდებარეობს ბრნოში და მინდა რომ განახოთ, გამოიყურება ესე და ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მოდერნიზმის შემთხვევაში ხა ესე ერთ პატარა ლექციაში რაც შეიძლება რომ ჩავატიო არის ის რომ ძალიან გავს ეს არქიტექტურა ერთმანეთს, იმიტომ რომ არის მაქსიმალურად გახსნილი და ღია. ანუ შენს ინტერიერში შენ შეიძლება რომ ძალიან კარგად მოათავსო შენი თავისუფლების შეგრძნება. იმიტომ რომ თუ კი ანუ შინაგანი თავისუფლება არ იგრძნობა ნამუშევრებში, ის ნამუშევრები არ არის გულწრფელი. ამიტომ მაქსიმალურად გულწრფელი უნდა იყოს. შესაძლებელია თქვენ არ მოგწონდეთ მოდერნიზმი, რაღაც კონკრეტული სტილი, მაგრამ მისი ფილოსოფია არ შეიძლება არ იყოს ამ ფილოსოფიის მიმართ არ შეიძლება გულგრილი დარჩეს რომელიმე ადამიანი, თუნდაც არქიტექტურიდან, თუნდაც გეგმარებიდან გამომდინარე. მე მინდა რომ უფრო შორს წავიდეთ, ვიდრე უბრალოდ რაღაც კონკრეტულად ინტერიერის დიზაინის აღქმა და თქვათ გამოყენებული მასალები. კი ბატონო, ყოველფერზე რა თქმა უნდა გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა პრაქტიკულად შევეხებით ყველაფერს, ტექნიკური დეტალები რაც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ჩემთვის ფიქრობ და თქვენთვისაც ყველაზე ძვირფასი არის ერთი რომ გეგმარება რადგან სწორი გეგმარების გარეშე არ არსებობს კარგი დიზაინი და მეორე ის პრიორიტეტები, რასაც შენი ცხოვრების განმავლობაში გადიხარ და ასოციაციას ახდენ ამ პრიორიტეტების დიზაინთან მიმართებაში, ხო? ანუ გვეხმარება კი ბატონო, Pinterest-ი ძალიან ბევრ რაღაცაში და რომ სკროლავთ ბევრ საინტერესო რაღაცას ვიგებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი საკუთარი თავი აღმოაჩინო ამ რეფერენსების მიღმა კიდევ უფრო უკეთესად. ამიტომ აი ეს ჯგუფური სამუშაოები და დიალოგები და მსჯელობა იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ მე ვსაუბრობ კურსის განმავლობაში თქვენს გიწევთ ამ ყველაფერს პრეზენტაციის გაკეთება, რაც გეხმარებათ კიდე დამკვეთან ურთიერთობაში და კომუნიკაციაში, ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ეს ბარსელონას პავილიონიც იგივენაირად თქვათ აქ წყლის არკები, რომელიც აი ამ შენობას ირეკლავს და კიდევ უფრო მეტ სივრცეს აჩენს, ესე ვთქვათ და ანუ მისი გეგმარება ძალიან გავს დანარჩენ გეგმარებებს, იმიტომ რომ იდეაში ტიხრები შიგნით არ გვაგვაჩნია, თუმცა რაღაცა მიმართულებებს გვაძლევს და თითქოს რაღაცა გიდივით მიყვება ერთი სივრციდან მეორეში. ამიტომ გეგმარების პროცესშიც მნიშვნელოვანია ეს წერტილი დავიჭიროთ. არა ზუსტად კოპირება გავაკეთოთ, არამედ ჩვენი წერტილი დავიჭიროთ, რომ ერთი ოთახიდან მეორეში როგორც დიზაინი უნდა გადავიდეს ლოგიკურად და შეიქმნას დიალოგი, ხო? ერთი სივრციდან მეორეში ეს დიალოგი არა მხოლოდ დიზაინის კუთხით, არამედ გეგმარების კუთხითაც უნდა იყოს გათვალისწინებული. ხო, ნუ ეს სახლიც მისვანთე რომ ეს ეკუთვნის და ამ შემთხვევაში ეს ამ სახლის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ შესაძლებელია ინტერიერი იყოს უცვლელი, თუმცა შენ გაითვალისწინო ლოკაცია თუ სად მდებარეობს შენი კონკრეტული არქიტექტურა, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ბინა, ეს იქნება სახლი, ხო? რა ხედი გაქვს, ანუ ესეც მნიშვნელოვანია რომ გაითვალისწინო, ღირს თუ არა გარე სივრცის შიგნით შემოყვანა, სხვადასხვა
ხერხით თუ არა, ანუ მაგალითად შეიძლება რომ გქონდეს რაღაც კონკრეტული მისაღები, რომელშიც უფრო მეტად მძიმე ფარდის გამოყენება მომიწევს, ამ პირიქით უფრო მეტად სუბუქი და გახსნილი უნდა იყოს და შეიძლება რაღაცა სხვანაირი მეთოდი მოვიფიქრო, ხო? ანუ ამიტომ ვფიქრობ, რომ Bauhaus-ი და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული არქიტექტურა გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა სეზონზე სხვადასხვანაირი ინტერიერი გქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ავეჯი შეიძლება იყოს სრულიად უცვლელი, ხო? გარდა ამისა, აი პატარა სივრცეებში უფრო მეტად მე უკვე კორბუზიეზეც რომ ვისაუბრებთ, იქ უფრო კიდე საინტერესოდ არის ჩაშლილი სივრცის რაციონალური გამოყენება და ათვისება, ხო? აი ეხლა მანდ რა ხდება, გვაქვს კედელი, მაგალითად და მე მინდა რომ რაღაც ჩემი პატარა სივრცე მაქვს, მართალი ხა ეს არქიტექტურა არ არის ამის კარგი მაგალითი, არ არის პატარა სივრცე, მაგრამ თქვა, აი დღევანდელ დღეს ძირითადად ხო რა არის, რომ ბინები პატარა ტიპის, სადაც მე ვალდებული ვარ, რომ სწორად გამოვიყენო ეს სივრცე. რატომღაც ეშინიათ ხოლმე რა მაგნაბიჯების გადადგმა, რომ ბევრი იზოლირებული სივრცე გაჩნდეს პატარა სივრცეში. რამდენი სივრცე ვთქვი, მაგრამ ნუ ესეა. და ანუ აქ რა არის მნიშვნელოვანი ის, რომ ინტიმურობის და იზოლირებულობის შეგრძნება მაქსიმალურად დაგეუფლოს ადამიანს, ხო? მე მაგალითად როცა ვმუშაობ წყვილზე, რომელსაც პატარა ბინა აქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ იქ ბევრი ზონა გაჩნდეს. შეიძლება არ იყოს ბოლომდე დახურული, მაგრამ რაღაცით იყოს გამოყოფილი, ხო? იქნება ეს თარო, იქნება ეს მოძრავი კედელი, იქნება ეს, არ ვიცი, გასაწევი კარი თუ ასე შემდეგ, რომ მე არ ვიყო ვალდებული, რომ მხოლოდ საძინებელში შევიკეტო იმ შემთხვევაში თუ კი მარტო მინდა ყოფნა. ხო, აი სრული სიგიჟეა. სტუდიოს ტიპის ბინებიც არ გვაწევს მაგის საშუალებას, რომ ეგ შეგრძნება გქონდეს. ამიტომ თუ კი გაქვს მაგალითად 3 ზონა, ეს არის მისაღები, სამზარეულო და საძინებელი, რატომაც არა, რატომ არ შეიძლება რომ მანდ გაჩნდეს რაღაცა ისეთი, რაც არ იქნება თქვა რაღაც მყარი კედელი, არამედ იქნება რაღაც თავსებადი მოძრაობაში მყოფი მობილური რაღაცა გამოგონება, რომელიც იქნება ან მოძრავი კედელი, ან იქნება არ ვიცი, გასაწევი კარი, ან იქნება მინაბლოკი, ან იქნება ვიტრაჟული ტიხარი, ანუ მილიონი რაღაცა, ან იქნება ფარდა, თუნდაც ამძიმე, ხო, ყოველთვის ღია უნდა ვიყოთ ნებისმიერი შესაძლებლობებისთვის. ხო, ეხლა აქვე გაჩნდება ალბათ კითხვა, რომ მე კი ვარ ღია, მაგრამ შეიძლება ჩემი დამკვეთი არ იყოს ამისთვის მზად. შესაძლებელია, კი ბატონო, რომ არ იყოს შენთვის ამისთვის მზად, მაგრამ შენ ზუსტად მაგისთვის იღწვი, რომ საბოლოო ჯამში შენი თავი გახდეს ის დიზაინერი, ვისთანაც იმიტომ კი არ მიდია, რომ თავისი იდეები 100%-ით გააცნო და იმან მხოლოდ 3D ვიზუალიზაცია გაუკეთოს, რაც დღეს სამწუხაროდ ესე არის მიჩნეული რა, ძალიან ბევრს არ აქვს ცნობიერება ჩამოყალიბებული იმ კუთხით, თუ ვინ არის ინტერიერის დიზაინერი და გონიათ, რომ 3D ვიზუალიზატორი არის ინტერიერის დიზაინერი. ხო, ესე არ არის ყველა ერთად ვთანხმდებით. არამედ გახდა ისეთი დიზაინერი, რომ იმიტომ მოდიოდნენ შენთან, რომ შენი ხედვა მოწონდეს და უბრალოდ განდო შენი სივრცე, ხო? აქედან გამომდინარე, ეს მე ვერ გვპირდებით, რომ საქართველოში ამას ძალიან მალე მიაღწევ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი დამკვეთების 100% არ მომყვება ამ ყველაფერზე და ანუ ალბათ 10 დამკვეთიდან 4-თან თუ 3-თან გამომდის ეს და დანარჩენ 7-თან ვცდილობ, რომ მაინც უფრო მეტად დიპლომატია შევინარჩუნო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენ საქმეში განსაკუთრებით, თუმცა აუცილებლად მოხდება ეგ, რომ თუნდაც ერთი პროექტიც კი, როცა წამოყვება 100% ისე შე როგორც ფიქრობ, მგონია რომ უკვე ძალიან დიდი წარმატებაა, ხო? ამიტომ რაღაცა რადიკალები არ უნდა ვიყოთ. დღის განმავლობაში თუ კი დღის განათება ამ არქიტექტურაში ესე შემოდის და მთელი დღის განმავლობაში ათბობს და თუ არ ათბობს, ყოველ შემთხვევაში ანათებს. ეს სურათი ძალიან მომეწონა, ღამის განმავლობაში თითქოს თვითონ ეს შენობა ახდენს რაღაცა ღამის სანათის ფუნქციას, აი ამ სიმწვანესთან და ლანდშაფტთან მიმართებაში, ხო? ანუ ესეც ძალიან საინტერესოა, როგორ რა დონეზე ღრმად გინდა შეხედო ამ ყველაფერს. ამიტომ ვთვლი, რომ არქიტექტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ღმერთი არის დეტალებში. ესეც მისვინ ვანდერო ეთვლის ესე და მართლაც ესეა. და როგორც უკვე ვთქვი, არა მხოლოდ არქიტექტურა, არამედ გვხვდება Bauhaus-ის მიმართულებით ავეჯი, გამოვტოვე რატომაც და გვყავს იდეალური მხატვრები, რომლის რაღაც ნაწილი ჩამონათვალი აქ მაქვს და საკმაოდ საინტერესოა და თუ მე გადახედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან გესიამოვნებათ, ალბათ უმეტესობა შეიძლება იცით კიდეც, მაგრამ მაინც. და ხო, ერთ-ერთი სკამი, MR სკამი, რომელიც მისვანდა რომ ეს ეკუთვნის, შეიქმნა იმ იდეით, რომ რა საჭიროა სკამი იდგეს 4 ფეხზე, თუ კი 2-ზეც მშვენივრად დგას.
ზოგადად შეიძლება ბაუჰაუსთან მიმართებაში ესეთი ფრაზაც გაიგოთ, რომ less is more რა, ანუ ნაკლები არის მეტი და ეს მართლაც ესეა, ხო? ფორმა, როდესაც მიყვება ფუნქციას, ანუ აბსოლუტური გათავისუფლება, როდესაც ხდება ორნამენტისგან, მაგ შემთხვევაში გვჩება ის, რასაც ვერაფერს ვეღარ გამოვაკლებთ და როცა რაღაცას ვერაფერს ვეღარ გამოვაკლებთ, ხო? აი მან ხდება თავისუფლება. ანუ ეს არის ჩემი აზრი, ოღონდ შეიძლება რომ არ მეთანხმებოდეთ. რაღაცის შეფუთვა არ გულისხმობს იმას, რომ ეს ცუდია, ორნამენტის არსებობა, რა თქმა უნდა ძალიან კარგია და მეც ხშირად ვიყენებ. ორნამენტი თუნდაც პირდაპირ და თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით, როგორც გინდათ ისე გაიგეთ, ორივე შემთხვევაში, მაგრამ არის მომენტები, სადაც მე როგორც რაც ვარ ის ვარ, ანუ ბოლომდე ის ჩანვარ, როცა მე ზედმეტად დაწყებული არ მაქვს არაფერი და იმ ფორმას განვიცდი, რა ფუნქციაც მაქვს, ხო? შესაბამისად ისე მოძრაობს და ესეთი ორგანიზმი არის ცუთვლი ინტერიერი თავის ავეჯთან ერთად. პიტერ კელერის აკვანი, რომელიც რაღაც კანდისკის ნახატს გვაგონებს, რადგან რა თქმა უნდა მისი ნამუშევრის მიხედვით არის შექმნილი და თქვენ შეიძლება დაიჭიროთ ეს მსგავსება არა მხოლოდ პიტერ კელერის ამ ნამუშევრებში, არამედ ბევრ სხვადასხვა ნამუშევრებში, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი და ბევრჯერ ვიმეორებ, რომ ბაუჰაუსი არა მხოლოდ ერთ ადამიანზე აწყობილი არის და ყველა ერთადერთ ერთი ორგანიზმის მოწესრიგებას ახდენდნენ, ესე ვთქვათ, ესე რომ დავახასიათოს. ვანგენფელდის და ჯაგერის M-T8 სანათი, რომელიც აი რაღაც დიფუზური რაღაცა ბილი განათება აქვს და აი თავისი გამჭვირვალე მასალით შეიძლება რომ ძალიან საინტერესოდ მოერგოს მას რა ქვია ინტერიერს მე ვალტერ გროპიუსის სახელურები და ამას ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა და რაღაც ჩაეშვა ესეთი დიდ კომერციულ გაყიდვაში ძალიან სწრაფად სხვათა შორის იოზეფ ალბერსის მაგიდები აი ეს არის იმის მაგალითი რასაც გულისხმობდი რომ მობილური იყოს რაღაცა გარემო მე შეიძლება მქონდეს პატარა სივრცე და ეს პატარა სივრცე არ მაძლევდეს ბევრი რაღაცის გაკეთების საშუალებას მაგრამ უნდა აუცილებლად მინდოდეს რომ თავის დროზე რა ბევრი სტუმარიც მივიღო, რაღაც არ ვიცი, გემრიელი ვახშამით მოვაწყო, მქონდეს ანუ ამ შემთხვევაში რა მქონდეს დაბალი და მაღალი მაგიდა, რომელიც იშლება. ან შეიძლება არის ადამიანი, ვისაც ერთი და იგივე სივრცე ერთნაირად როლს უმოწყებული, მოწყობილი ბეზრდება რა. მაგალითად მე ეგ ადამიანი ვარ, რომ ერთი კვირა შეიძლება საერთოდ სხვა სივრცეში იყო და მე მოხვდი ჩემთან საერთოდ სხვაგან იყოს ეს ყველაფერი. ანუ თუ ისეთი ადამიანი ხარ, ვისაც ჩემსავით უყვარს რაღაცების გადატანა და გადმოტანა და თან განსაკუთრებული ძალა მეძლევა ხოლმე მაგ დროს არ ვიცი ეს მაგიდები და დივნები რომ მოვიგდო და გადავიტანო ამ პატარა გოგს ხო ანუ ეგეთი ადამიანი თუ ხარ მით უმეტეს მობილური უნდა იყოს შენი გარემო. ეხლა ამას რატო ვამბობ ხო? ის რომ შენ რო აგროვებ ინფორმაციას დამკვეთთან ერთად და ამას ცოტა ხანში ვისაუბრებ ინფორმაციის აგროვებაში რაც გულისხმობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი რომ იცოდე რომ მისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ავეჯის გადაადგილება. ეხლა ერთია ეთყურეთ სხვა გზა არ არის, მაგრამ სხვა გზა ყოველთვის არის ხო? შეიძლება რაღაც ერთი მქონდეს რაღაც ჩაშენებული, მაგრამ ყველაფერი ის იმ დონეზე ჩაშენებული არ გაუკეთო, რომ ამ ადამიანმა საკუთარი სრულები იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იკმაყოფილებდეს შენ სრულებს, ეს არის საცხოვრებელი სივრცე, ვერ დაიკმაყოფილოს. ჰარტუგის ჭადრაკი აი აქ მოვიტოვე, იმიტომ რომ ჰარტუგის ჭადრაკი არის ზუსტად ის, რასაც აკეთებს ბაუჰაუსი, რაც იგულისხმება ლესის მორში და რაც იგულისხმება, რომ ფორმა უნდა მიყვებოდეს ფუნქციას და რა, ანუ ჭადრაკი, სადაც იგივე ამბავში ვართ, ანუ არ იცვლება არც მოძრაობა, არც თამაშის წესები, ისევ იგივენაირად ვფიქრობ, უბრალოდ ფორმა, რომელშიც უფრო მეტი რაღაცა ის იყო, ხო? უფრო მეტად მუქნილი იყო და უფრო მეტი ფორმა იყო ჩადებული, მაქსიმალურად გამარტივდა. შესაბამისად, ეს სიმარტივე რაც გაძლევს, უბრალოდ გონებაში გაძლევს უფრო მეტ ადგილს, რომ იფიქრო იმაზე, უფრო მეტად კონცენტრირდა თამაშზე. ხა ჭადრაკზე კონკრეტულად არ მაქვს ამ თუთა საუბარი ალეგორიულია, ხა ჩემი ამ თუთა საუბარი, ხა ვინც ალბათ ჭადრაკი კარგად იცის და თამაშობთ, საერთოდ არ უყურებთ იმას, რა ფიგურებს, ალბათ პირდაპირ თამაშში ხართ, ბოლომდე შესულები, ხო? ლოგიკურია, მაგრამ ცოტა სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ძალიან კარგი მაგალითია იმის, რაზეც ახლა მე ვისაუბრებ.
მარსელ ბროიერის ვასილი სკამი ალბათ ბევრგან შეხვედრით ხარ ამასაც და მას ეს ამ სკამის აკეთების იდეა მოვიდა ველოსიპედის დარებისას და თითქოს აი აქედან გამომდინარე ამოვიდა მოკეთ ეს ფორმა და რა თქმა უნდა სხვა ფერში შეიძლება რომ შეიძინოთ და ანუ მარსელ ბროიერის იდეაში და არა მხოლოდ მისვამდე რომ ეს თუნდაც აი ეს სკამის და კიდე სხვა ძალიან ბევრი დანარჩენი რასაც ნუ მე გაგაცნობ და თქვენც მე შეგიძლიათ რომ დასერჩოთ და ნახოთ ხოლმე რაღაცეები, რაც ძალიან მაგთვისებას თუ შეიძლება ძალიან კარგი იქნება. გავს მოკლედ ერთმანეთს. კი ვაბობ ხა მიმდინარეობაზე ცოტა მიმდინარეობებს კი შევეხე, მაგრამ ასევე მინდა შევეხო სტილებს. სანამ სტილებს შევეხები, ვიტყვი რომ მე ზოგადად არ მჯერა და არ მწამ სტილების. რა მე მგონია რომ ის ხდება შენ სივრცეში და შენ ტვინში პირველ რიგში, რასაც თანხმედრაში მოგაქვს, მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიცოდეთ სტილები. პირიქით, სტილები უნდა იცოდეთ ძალიან კარგად, იმისთვის რომ აღმოაჩინო რომ არ გწამდეთ სტილების რა. იმიტომ რომ მე მაგალითად როცა ვმუშაობ სივრცეზე არასოდეს არ ვფიქრობ რომ ხამ სტილში წავალ, ხო? მაგრამ რაღაცა შეიძლება გამოვიდეს, რაღაცა შევაწეპო ერთმანეთს და რაღაცა კონკრეტულ სტილში აღმოჩნდა. ეს არ ხდება ყოველ შემთხვევაში, ოღონდ ახლა შეიძლება რამე კაფეზე ან ბარზე ან რაღაცაზე მუშაობდე, რომელიც გინდა რომ კონკრეტულ პერიოდს მიყვებოდეს, მაგალითად იყოს გინდა ქართული, გინდა იყოს ამერიკული, ანუ გინდა ცოტა რეტრო შეგრძნებები წამოიღო, ან პოპ-არტის სტილში წავიდე, ამიტომ კი ბატონო სტილები უნდა იცოდე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოდის ეკლექტიკა და ეკლექტიკა რა არის? ბევრი სხვადასხვა სტილის ნაზავი ერთად და ესე მარტივად და პრიმიტიულად რო ავხსნა. ერთ-ერთი ესეთი ნაზავი სტილი არის ინდუსტრიული სტილი, რომელიც ბევრგან გვხვდება, თუმცა აი ეს ავთენტური ინდუსტრიული სტილი არის ის სტილი, რომელიც შეტანილია უკვე ინდუსტრიულ შენობებში და რატო? ნიუ-იორკში გაძვირებული გადასახედების გამო ხელოვან ადამიანებს, როგორიც იყვნენ მხატვრები, მუსიკოსები და ასე შემდეგ, მოუწიათ გადასვლა გარეუბნებში და შესვლა ინდუსტრიულ შენობებში, სადაც შეიტანენ თავის ცხოვრებას, ანუ იმას, რაც უკვე გააჩნდათ. შესაბამისად, ეს არის თავისთავადი სტილი, რომელშიც უკვე მოიაზრება ეს რაღაც გახსნილი ჭერი, აბელები, მილები, ანუ ყველაფერი, რასაც ხედავ და ძალიან მარტივია. უფრო რომ გაგიმარტივთ და წინა მასტერკლასებზეც ამას ვამბობდი და ჩემი საყვარელი მაგალითია, რომ სანამ რაღაცას ძალიან შეეჩვევი, შეგიძლია ყველაზე ნაცნობს დაუკავშირო და იქ გაავლო პარალელი. ალბათ ყველაზე მარტივი იქნება, რომ 60-ზე წავიდეთ, ხო, პანსაცმელს დაუკავშიროთ ეს ყველაფერი, რასაც თელი ცხოვრება უყურებთ. ეხლა რაღაც მომენტში შეიძლება ვიღაცას გიყვართ ძალიან ჩაცმო, ვიღაცას ნაკლებად გიყვართ, ვიღაცას გღლით, ვიღაცას გახარებთ, მაგრამ გინდა არ გინდა გვაქვს ამასთან ხო შეხება. შესაბამისად, ჩვენ რო განვიხილოთ ინდუსტრიული სტილი როგორც ჩაცმულობა, ძალიან გავს ბოჰო სტილს, ხო? ბოჰოზე და ბოჰოს ჩაშლებსაც მე უკვე კურსის განმავლობაში ვისაუბრებთ. არაფერი უმარტივესია. და ნახე რა ხდება, როცა ეს აქსესუარები ამდენი რაღაც არის, მე რო ხა ამას რამე დავამატო ან გამოვაკლო, არაფერი არ მოხდება, ხო? ანუ არანაირი დისკომფორტი არ იქნება, იმიტომ რომ აიტანს ყველაფერს, რაც უნდა ჩავყარო შიგნით. მთავარია მქონდეს გახსნილი სივრცე, მთავარი მქონდეს მაღალი ჭერი, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგია. და ვშო, ანუ მარტივად შემიძლია რომ წავიდე ინდუსტრიული სტილის მიმართულებით. რასაც ვარ ვთქვით მინიმალიზმზე, ხო? ეს არის ის მიმართულება, სადაც უეჭველი უნდა გამოვიყენო მაქსიმალურად ძვირფასი მასალები, ანუ აქ ვერ მოვიტყუები რაღაცას. აქ თუ წავალ მაგალითად და რა ვიცი, ნაკლებად ხალისხიან ავერც ვიყიდი, ან ნაკლებად ხალისხიან განათებებს ვიყიდი და მოვაწყობ. ნაკლებად ხალისხიანი არ ნიშნავს უხალისხოს ოღონდ, ამას ვერ ვიზამ მინიმალიზმში, იმიტომ რომ მინიმალიზმი მკაცრად ითვალისწინებს იმას, რომ რა ძალიან ცოტა რაღაც მაქვს გამოყენებული და ის ძალიან ცოტა რაღაცაში რაღაცებს ვერ დავმალავ. მინიმალიზმის ესე ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით გამოყენება მგონია რომ საცხოვრებელ სივრცეში ძალიან რთულია, თუმცა რა თქმა უნდა ტერმინი მინიმალიზმი ზოგადად ხასიათდება იმასთან, რომ არ გინდა იყოს გადატვირთული, ხო? რა თქმა უნდა. მაგრამ მინიმალიზმი როგორც ესეთი სტილის განხილვა, ეხლა ამ ფოტოზე რაც მაქვს წარმოდგენილი იდეალურია, მაგალითად სასტუმროებისთვის, ხო? იმიტომ რომ იქ ადამიანი ცოტა ხანი შევა და შეინარჩუნებს იმ გარემოს, რაც აქვს. შესაბამისად, როცა სახლის დიზაინზე მუშაობთ, მნიშვნელოვანია იქაც, რომ ცოტათი მინიმალიზმი შევინარჩუნოთ. ცოტათი მინიმალიზმი რას ნიშნავს? ანუ მივცეთ სახს ამ
იმიტომ რომ მე რომ რაღაცას ვაგმიკეთებ და მე ამ სივრცეში უნდა ვიარსებო, დროთა განმავლობაში მეც ვიცვლები და მე მომყვება 1000 რაღაცა მეწებება, იმიტომ რომ გამოცდილებებს ვიძენ და ეს გამოცდილებები ხანერი მოგზაურობა, 1000 ნივთი, 1000 ემოცია, ჩემი ცვლილებები, შინაგანი, რაც ყოველწლიურია, ანუ ადამიანები სულ ვიცვლებით ყოველთვის და შესაბამისად იცვლება ჩემი გარემოც ჩემთან ერთად. ამიტომ მინიმალიზმის ისეთი მკაცრად შენარჩუნება ცოტა უფრო რთული მგონია. და ესეც ნუ შევადაროთ 60 ალბათ რაღაცა ესეთი წარმომიდგენია. და გადავიდეთ იაპონურ სტილზე, რომელიც არის ეთნიკური სტილი და ეთნიკური სტილი როგორც იაპონური და როგორც ზენ ესე შეგხვდეთ, როგორც ჯაპანდი ესე შეგხვდეთ, ძალიან გავს მინიმალიზმს, უბრალოდ რა თქმა უნდა აქ არის აქცენტები გაკეთებული ტრადიციებთან, კულტურასთან, შესაბამისად კულტურული და ტრადიციული ნიშნებით განსხვავდება და მასალებიდან გამომდინარე ისგან მინიმალიზმისგან, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც იაპონური სტილის მიმართულებით რაღაცების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში და ნებისმიერ დიზაინის მიმართულებით, ხო? და ნუ ერთ-ერთი რაც ხდება ყველაზე ხშირად არის ის, რომ დამალული სათავსოები, როგორც მინიმალიზმში, ძირითადად თუ შეიძლება იყოს კედელი და ამავდროულად იყოს სათავსო და საერთოდ ვერ ხვდებოდე რა ხდება და ნუ ეს გონია ძალიან საინტერესოა. ავთენტურად თუ ესე ვქვია, დეტალურად თუ ჩაუღრმავდებით უკვე ამ სამოსხოს ორი ამ გოგოს და ამ გოგონას ჩაცმულობა იდეურად ერთმანეთს რაღაცა რო შეხედოთ სუბუქია და გავს, თუმცა რა თქმა უნდა ეთნიკური ნიშნით განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო? როგორც სიტყვაზე ხა მე ამ ადგილზე ეს გამოვიდა ეს მაგიდა რო ავიღო და ეს გადმოვიტანო, ზუსტად აი ამ შეგრძნებებს აბსოლუტურად დავკარგავ. ანუ ერთი დეტალის ჩანაცვლება გამონაცვლებით, ისი რაზეც უნდა გავივარჯიშოთ თვალი, ნებისმიერ შემთხვევაში თუ აპირებთ ამ მიმართულებით წასვლას, ვიგებ ძალიან ბევრ რაღაცას. ანუ ცოტა შეიძლება რომ მოითხოვო რაღაცები ეშმაკო ცოტათი რომ მინიმალური დანახერჯებით მაქსიმუმს მიაღწიო, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეგრე იყოს, რომ შენ დამკვეთს არ ქონდეს იმის საშუალება, რომ ძალიან ბევრი დახარჯოს და ანუ ხა იაფს ვერანაირად ვერ დახარჯოს და იქ ჩემს ყოველთვის უცნაურია ხოლმე რომ რაღაც იაფად არ გამოდის რემონტი და მithumetes მისი მოწყობა, თუმცა რა თქმა უნდა ბიუჯეტურად შედარებით უფრო ბიუჯეტურად, რა თქმა უნდა შესაძლებელია და აქედან გამომდინარეც ამ დროს ყველაზე მეტად იყენებ მაგ ტექნიკას, რომ რა შევიტანო მთავარი ისეთი, რომ უფრო მსუბუქად და უფრო მშვიდად წავიდე დანარჩენ სივრცეებში. ეხლა უფრო ტექნიკურად ჩავშალოთ თუ ვინ არის ინტერიერის დიზაინერი, ხო? პირველ რიგში აქ მაქვს ჩამოწერილი ფაზე მოლაპარაკება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ჩემი ანაზღაურება მიიღებს ჩემ შრომად და ჩემ ნერვებად, შესაბამისად არასოდეს თუ ეს არ არის და-ძმა და რა ვიცი მშობელი, სხვას არავის აი ძალიან ახლობელს შეიძლება, მაგრამ სხვას არავის უფასოდ არ უნდა გააკეთოთ. არაფერი მინიმალური თანხა მაინც უნდა უთხრათ, თუმცა კურსიდან გასულები მგონია რომ $10 ნაკლებად არ უნდა მუშაობდეთ, მაგრამ ეხლა ვიღაცები შეიძლება შემეწინააღმდეგონ, მაგრამ მე მაინც ჩემ აზრზე ვიქნები, იმიტომ რომ აუცილებელია რომ ბაზარზე ფასები დავარეგულიროთ, უბრალოდ თქვენ მართლა უნდა ჩადოთ მაქსიმუმი ის რა ქვია შრომა, რომ მართლაც იმსახურებდეთ ამას, იმიტომ რომ საწყისი ფასი $8-დან $10-მდე მგონია რომ იდეალურია. ანაზომის გაკეთება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, შევდივართ ამისთვის გვჭირდება მეტრიანი და ლაზერი. ლაზერს თუ იყიდით ძალიან კარგია, ბიუჯეტურად შეგიძლიათ ყიდვა, აი გორგიაში ყიდება ძალიან კარგი ლაზერები, მაგალითად დომინოშიც. და ანუ გულისხმობს რაღაც რო შევალთ სივრცეში, ესე ფანქრითან კალამით რა ვიცი, გამოხაზეთ რაღაც პერიმეტრი სივრცის და უნდა აიზომოს ეს ყველაფერი. შემდეგი არის ბრიფის შედგენა, ანუ უკვე იქ შესულები როცა ვართ და ნუ ფოტო-ვიდეო მასალის მომზადება ჯერ ამას ვიტყვი, ანუ როცა ავზომოთ ამ ყველაფერს და გამოვხატოთ ფოტოები და ვიდეოები უნდა გადავიღოთ ყველა ვარიანტში. რომ ანუ ზუსტად მე სამდეში ხედავდეთ ხაზვის დროს რა როგორ და რანაირად და ეს ხაზვის პროცესი მიდის არქიკადში, რასაც ვისწავლით. ბრიფის შედგენა გულისხმობს კითხვებს, რომელიც უნდა დაუსვათ დამკვეთს, მაგალითად თუ ეს არის კომერციული ფაქტივე კითხებით, რამდენი თანამშრომელი თუ ოფისია ბოდიში, რამდენი თანამშრომელი უნდა იყოს, რამდენი ოთახია საჭირო, მაგალითად
ხო შეიძლება იყოს რაღაცა ტექნიკური ოთახი ცალკე, სადაც ვთქვათ 6 თანამშრომელი უნდა იყოს გათვალისწინებული, მთავარი ოთახი, სადაც ვთქვათ 50 თანამშრომელი უნდა იშდეს და ისიც უნდა კითხო ამ თანამშრომელს 2 მონიტორი უნდა ქონდეს თუ 1, იმიტომ რომ იმის მიხედვით მაგიდის ზომები უნდა გაითვალისწინო, ხო? მათ შორის გასავლელი ადგილი რამდენია, ესეც მნიშვნელოვანია, ამას არ ეკითხები გასავლელი რამდენია, შენ უნდა იცოდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაოდენობა ადამიანებს უნდა იცოდეს ზუსტად და სივრცეების, იქ მოსასვენებელი იქნება, იქ რა ვიცი, სამზარეულო იქნება, თუ კი სილამაზის სალონზე მუშაობ, იქ ხო კიდევ ბევრი დამატებითი ნიუანსები რაც საჭიროა და ჩვენც რაღაცნაირად კურსის განმავლობაში ვცდილობთ, რომ გავანებიროთ ხოლმე სტუდენტები, იმით რომ ანუ ჩემს ეგ ძალიან დიდი განაპირობაა, რომ ყველა სივრცეზე დაახლოებით როგორ უნდა იმუშაო და ისეთ საბოლოო პროექტს ვაძლევთ ხოლმე, რომ გამოცდილება დააგროვონ, ხო, როგორც ვთქვათ, ბინის ამბავში, ასევე კომერციული სივრცის ამბავში, ხო, მე ვერ გეტყვით, რომ ყველაფერს ერთად ვეხებით, დაგეგმარების კლუბში, ხო, იმიტომ რომ ერთ პროექტს ურჩევთ და ერთ პროექტს მიყვებით, თუმცა ყველა თემას რა თქმა უნდა ვეხებით. ან თუ კი საცხოვრებელი სივრცეა, ეკითხები მაგალითად, რამდენი წევრი უნდა იყოს, თუ კი ადამიანი საქმედან მუშაობს, ჭირდება მას თუ არა ცალკე ოთახი იმისთვის, რომ იმუშაოს, მე მაგალითად სახლიდან ვმუშაობ, სახლში მაქვს ოფისი და ანუ ცალკე ოთახში ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ეს ოთახი რო იყოს, ალბათ გავგიჟდებოდი, იმიტომ რომ სრული აღრევა ხდება, ვინც სახლიდან მუშაობს, გამიგებს, ანუ არ დასასვენებელი ადგილია თუ სამუშაო, უკვე ვეღარ ხვდები და ამიტომ ამ დროს საჭიროა ცალკე ზონა გქონდეს ამ ყველაფრისთვის, ხო? კიდე რა, ანუ ნუ აი მილიონი დეტალია, თუ კი ბავშვი ყავთ, რა ასაკისარი ხო, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, რა მოწონს, რა მისწრაფებები აქვს, კალათბურთი, ისა, ესა მილიონი რაღაცა, რომ თუნდაც დეტალებით და აქსესუარების მიხედვით გაითვალისწინო, ხო? ხა შეიძლება რაღაც 6 წლის ბავშვი იყოს, ელზა უყვარდეს, ხა ელზას პრინც ხარ გავუკრა მთლად კედელზე, ხო? ერთ-ორ წელს შენ ერთ წელში მინიმუმ დაავიწყდება და ახალი ელზა გამოჩნდება, მაგრამ შეიძლება რომ დეტალებით გაახალისო და გააბედნიერო როგორც ბავშვი, ასევე მშობელი იმით, რომ ერთ წელში დასანგრევი არ ექნება ოთახი. ხო, ნუ შემდეგი არის ძალიან სწრაფად ხარ მივდივარ და ვინმეს რამე კითხვა ხარ გაქვთ, ეხლა რაც ვისაუბრე, რაღაც შეგიძლიათ შემაწყვეტინოთ, ანუ თავისუფლად იყავით მაქსიმალურად. მე მივდივართ უკვე ტიხრების მონტაჟი და დემონტაჟის გეგმა, ხო, ნუ ამასაც განახებთ ცოტა ხანში რაღაც გულისხმობ, ავეჯის გეგმა ამასაც განახებთ, მუდბორდის მომზადება. ხო, როცა ჩვენ უკვე დამკვეთამით და ბრიფი შევადგინოთ, ასევე ვუნებით, რომ თუ შეიძლება გამომიგზავნე ის ფოტოები, რაც მოგწონს. ანუ რეფერენსები რა, ანუ ის Pinterest იქნება, ეს Google-ში ნახავ, მეგობრის სახლი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერს ეუბნები, ჩაგიტოს მასალა, თურები მოგწონს, რომ შენ ეს ყველაფერი გაანალიზოთ, ამ ყველაფერს რო გაანალიზებ, აკეთებ moodboard-ს, moodboard-ი რა არის? ანუ ხასიათის დაფა, რომელიც რაღაცა გულისხმობს ერთ სივრცეში, რომელსაც უკვე Photoshop-ში ვაწყობთ, ერთ სივრცეში რაღაცა გაშლილი რეფერენსები, რომელიც შეუხამე ერთმანეს და უხსნის სად რა მოგწონს, შეიძლება იყოს რაღაც ესე დაწყობილი, როგორც შეუხამო ერთმანეთს, შეგვიძლია ფოტოები ჩაყარო, ეს შენს გემოვნებაზე არის დამოკიდებული და როცა უკვე moodboard-ების ნაწილზე გადავალთ ლექციების განმავლობაში, უკვე რა თქმა უნდა დეტალურად ვისაუბრებთ, ყველა შესაძლო ვარიანტზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია moodboard-ის სწორი წარმართვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაში გეხმარება. მე რამდენჯერაც გადავწყვიტე, რომ moodboard-ი ცალკე არ გამეკეთებინა და მარტო რეფერენსები წავსულიყავი, იმდენჯერ უფრო მეჯერ შესაძლოა გამიხდა დიზაინი, ვიდრე moodboard-ებით. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ moodboard-ები აუცილებლად გააკეთოთ ხოლმე, სანამ გადახვალთ 3D ვიზუალიზაციაზე, დიზაინის ვიზუალიზაციაზე, რომელიც უკვე ხდება 3D Max-ში. ხო? ანუ ArchiCAD-ში ვაკეთებთ ნახაზებს, Photoshop-ში ვაკეთებთ moodboard-ებს, 3D Max-ში ვაკეთებთ 3D ვიზუალიზაციას და ელექტროობის გეგმა და ავეჯის ნახაზებიც აბსოლუტურად შედის უკვე ArchiCAD-ში და ხა ამას ჩავშლი როგორ. ერთ წამს ლოგიკურად მინდა რომ ჩავშალო. აი, ერთ წამს სანამ ავეჯის გეგმარებაზე გადავალთ, ავეჯის გეგმარებაზე კიდე რომ გადავალთ, ერგონომიკა არის ძალიან დიდი ანუ ძალიან მნიშვნელოვანი. რა ზღურცხო ამაში. დაშორებები როგორი განლაგების უნდა იყოს, რა სიმაღლე უნდა იყოს, თუნდაც მაგი და რავი, სამზარეულო სიმაღლე, ტექნიკა როგორ უნდა მოთავსდეს და ანუ მილიონი რაღაცა. კიდე არის სახალისო გიფები და ვიდეოები რაღაცები, რასაც ნუ კურსის განმავლობაში მე უკვე ჩავყრი, ვინც მოხალთ ჩვენთან, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციები იდება დღეს განსაკუთრებით გეგმარებასთან მიმართებაში, რაც ძალიან საინტერესოა და დღეიდანვე შეგიძლიათ, რომ უფრო მეტად გაამახვილოთ
ყურადღება გეგმარებაზე, ვიდრე ინტერიერის დიზაინზე. იმიტომ რომ გეგმარებით ეგრევე ვხვდები, ინტერიერის დიზაინერი რამდენად პროფესიონალია ან არ არის. შესაბამისად, ძალიან მომთხოვნი ვარ ამ მხრივ, რომ გეგმარება იყოს აი ზღაპრულად იდეალური, ხო? მაქსიმალურად ათვისებული იყოს მოკლედ სივრცე. აქ არის რაღაცა ვარიანტები, რა არის არასწორი და რა არის სწორი, ხო? ანუ მე შეიძლება რომ ერთი მოbrunებით ისე ავითვისო სივრცე, რომ ყველაფერი გაჩნდეს და დაეტიოს. შესაბამისად, ცოტა შუაში უნდა მომიწიოს რაღაცა მაგიდის განთავსება, მაგალითად, აქაც რომ შემოდიხარ და აქ რომ მაგიდა, მე საერთოდ არ მომწონს, ხო? იმიტომ რომ იმეს რა არის კაი არ ჩანს. ხო, ანუ შესაძლებელია რომ ეს მაგიდა პირიქით ბოლომდე მიდიოდეს კედელთან მაგალითად და რაღაცა სივრცეს იღებდა, ან პატარა პატარა ადგილების დატოვება არის ძალიან ცუდი. ამიტომ გეგმარება უნდა იყოს მაქსიმალურად რაღაცნაირად შეზრდილი სივრცეში. და ხო, გადავიდეთ ახლა, თუნდაც ხო აქაც მაგალითად ხო, აი რაღაც ცალკე დგას კარა და ცალკე არის მაგიდა, როცა შეიძლება რომ ერთი მთლიანი ორგანიზმი იყოს, იმიტომ რომ ერთ კედელთან დგას ხო, შესაბამისად უფრო მეტად აითვისებს სივრცეს და ვიზუალურად უფრო მეტად ესთეტიური იქნება. შესასვლელში ხო მე არც ეს ვარიანტი არ მომწონს, იმიტომ რომ მთლიანად დავხურავდი ხო, ზოგადად ესე რო ჩანს, უფრო არეულობის შეგრძნებას მიჩენს, მე პირადად თუმცა ეს ამნიშნავს იმას, რომ ახლა თქვი ეგრეა. უბრალოდ მაქსიმალურად მოვეცადოთ, რომ რადგან ახლა ამ ადამიანმა ეს ფეხსაცმელები შეფუთა, რავი, ესენიც რომ შეფუთა, უკეთესი იქნებოდა, ხო? აბაზანასთან მიმართებაში ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი დაშორებები გქონდეს არც მანქანასთან ნიჟარასთან მიმართებაში, ყველაზე კაი ვარიანტა ნიჟარა და არც მანქანა თუ ერთ სისწორეზე გვექნება, ესე ვთქვათ, ну ამ შემთხვევაშიც ვისწავლით ხო, ძალიან ბევრი რაღაცის მაგალითად უნიტას როცა ვსვათ ჩაშენებული უნიტაზი რამდენით უნდა გადმოვიდეს კედლიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენით შეიძლება რომ დავაშორო შახტას უნდა, ну ტექნიკური ძალიან ბევრი დეტალია, რომელზეც აი მართლა მოგვიწევს ბევრი და კარგი მუშაობა. რაც შეეხება ავეჯის გეგმარებას და ტიხრების გეგმარებას, ხო? ავეჯის გეგმარებასთან ერთად ვაკეთებ მე ტიხრების გეგმარებას, რაც ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ ხვდები რა ადგილზე რა არანაირად და როგორ მჭირდება. ასე გააკეთებთ თქვენ ესე გასწავლით თქვენს ლექციების განმავლობაში. ჩემი რჩევა იქნება, რომ გააკეთოთ ერთზე მეტი გეგმარება და რატო? მე შეიძლება რაღაც კონკრეტული გეგმარება უფრო მომწონდეს, მაგრამ დამკვეთს ხა ერთ რო ანახებ, იფიქრებს, რომ აი იქნება ესე შესაძლებელი იყოს ის. ამიტომ შესაძლებელი ყველა ვარიანტი ჯობია რომ ანახოთ დამკვეთს, რომ ამით უფრო მეტად გაუსვათ ხაზი იმას, რატომ არის თქვენი ფავორიტი გეგმარება კარგი და მნიშვნელოვანი. ამიტომ ცოტა უფრო მეტი შრომის ჩადება გიწევთ, მე რომ უფრო ნაკლები, უფრო მტკიცე შედეგი მიიღოთ, ხო? ანუ ეს მოვკვირდები, ეს არის უკვე 3 და მაქსი, როგორ გამოიყურება, თქვათ, მუშაობის პროცესი და შემდეგ უკვე 3D ვიზუალიზაცია და გადავიდეთ ახლა იმაზე, რა ქვია, ერთ პროექტზე, ხო? მაგალითად, ეს იყო 50 კვადრატული ბინა, რომელიც გაკეთდა წყვილისთვის, გამოვყავის სამზარეულო მომსგორებული ფორმებით, რამაც უფრო მეტი სიმსუბუქე მომცა და კუთხეები არ შექმნა. კუთხეების არარსებობა მომცა სწორად ნაზად გავლის უნარი მოკლედ და შესაბამისად უხეშად არ მეჯახებოდა არაფერი, იმიტომ რომ მაინც პატარა ადგილია და ესე ზონებად გამოვყავით, თუმცა მაგ იზოლირებულობის შეგრძნება და მე ძალიან მომწონს, როცა სამზარეულო მაქსიმალურად გამოყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ აქ კარი არ გამოჩნია მაინც, შესაბამისად მაგ სრულყოფ ფასოვანი მისაღები თავისი სამუშაო ზონით, საძინებელი თავისი საგარდერობო ოთახით, მაგრამ ეს მერე მაინც შეიცვალა, ასე არ არის, ანუ აქ გაჩნდა სამუშაო ზონა, რენდერებში ნახავთ და ნუ ესა ქვია კედლების ზომები, ხო? გვაქვს ასევე ელექტროობის გეგმა ზომებით და კიდევ უფრო ანუ განშლები ასე შემდეგ, რასაც მოგვიანებით კიდევ განახებთ. ნუ ეს არის 3D ვიზუალიზაცია, გვაქვს რა თქმა უნდა კონკრეტული ავეჯის ნახაზები, დეტალური ნახაზები არ არის საჭირო, თუმცა გაბარიტული ნახაზები ყველა ვარიანტში უნდა გქონდეთ იმ ყველაფრის, რასაც გააკეთებთ, ეს იქნება სამზარეულო კარა და სათავსოები თუ ასე შემდეგ, ნუ უამრავი რაღაცა. ხო ეს ცოტა რეალობასაც რო შევეჯახოთ რა ხდება, ანუ როცა მორჩები ხოლმე ისანაკეთებ, გონია რომ ძალიან მარტივია ხოლმე დამკვეთს და ანუ შენც რავი თავიდანვე თუ აუხსნი რა პროცესთან ექნება შეხება, რომ აი მართლა ყოფილა რომ მეორე დღესვე დაურეკავთ, აბა დახატე რამე უკვე დიზაინში და ანუ მანამდე უნდა აუხსნა რა, რაც გულისხმობს, რომ აი Microsoft-ში ვერ გააკეთებ ხო იმას, რო ქვია რენდერს და ასე შემდეგ და
ეს ყველაფერი უნდა აუხსნა. კიდევ არის ბრიფი და ბიუჯეტი აქვს ხოლმე ძალიან ცოტა მაგალითად რა. ძირითადად დამკვეთ რომელსაც ძალიან ცოტა ბიუჯეტი აქვს, ვერჩენ ვერ გადაგიხდის იმ თანხას, ანუ აი თავიდან დამწყები როცა ხარ კი ბატონო, მაგ შემთხვევაში მაგიტომ ამბობ რომ $10 არ დააკლოთ თქო რა, იმიტომ რომ შენი შრომა უნდა დააფასო მაქსიმალურად და რაღაცა ბაზარი უნდა დასტაბილურდეს რა. ზოგი $2-ლარადაც მუშაობს, $5-ლარადაც აკეთებს, რაც სრულიად გაუგებარია ჩემთვის, თუმცა რა თქმა უნდა ჩემი საქმე არ არის და ვისაც რა უნდა იმ ფას დაადებს. რჩევა არ უბრალოდ კეთილი რომ არ დავაგდოთ ფასი ბაზარზე და აი რომ მირეკავენ და იცი რა ინტერიერის დიზაინი მინდა მაგრამ აი კედლების ფერის შეცვლა არ მინდა მან უკვე ხვდები რომ ვერანაირად ვერ გადამიხდის მე თანხა შესაბამისად ჯობია რომ ჩემ მოსწავლესთან გადავამისამართო რომელიც თქვა $10 გაუკეთებს კვადრატულს მაგრამ იქაც პრობლემა აქვს ხოლმე $10 ეწვირება და საერთოდ რა თუნდაც მაგათ ინტერიერის დიზაინერი მომიშალა ნერვები მე არის ანუ რომ კლიენტი გეტყვის შენ უკვე ხო გადაღლილი ხარ რაღაც გააკეთეს დიზაინი 1000 რაღაცების შეცვალე ხო ცვლილებასაც შეეხება ანუ უნდა კონდეს რაღაც რაოდენობრივი ცვლილება თქვა აი ეუნები რომ თქვა მე სამჯერ შევცვლი რაღაცას და სამჯერ მეც თუ მომიწე შეცვლა ფულ თანხის დამატება მოგიწევს ან არ ვიცი რაღაცას შეთანხმდებით იმიტომ რომ ეგრე ძალიან იშვიათად მყოლია მართლა ბუწქოდოს სულ კარგი დამკვეთები მყავს მაგრამ მყოლია ისეთი რომ აი მართლა ბოლოს ჭკუიდან გადავედი ისიც უბრალოდ ახლობელი იყო და ძალიანაც ვერ გადავედი ჭკუიდან თორე ჩემი ნება რო ყოფილიყო საერთოდ არ მექნებოდა ამ პროექტთან შეხება იმიტომ რომ აი უგზავნი რა კაია და უცბად არის რაღაც ცვლილება უნდა და შენ აი მართლა უკვე აღარ შეგიძლია რა არის ეგეთი მომენტები რომ დამკვეთმა უფრო კარგად იცის შენი საქმე და თუ ოფისში მუშაობ და იქ მოვიდა ხო გადგას თავზე და რაღაც და ანუ ეგ ცოტა ნერვების მოსული პროცესია მაგრამ თან სასაცილო და არის თუ კი ოჯახს უკეთებ რაღაცას ანუ აი ჩათვალე რომ ერთი 10 დამკვეთი გყავს მაგრამ ამ დროს მე ზერთადად უსმენ ხოლმე ცოლს იმიტომ რომ ცოლი როგორც ითქვის ზერთადად ისეა ხოლმე და ნუ მე რა შეგიძლია უსმინო მათ კამაც რაც კლასიკურია და ასე შემდეგ ну მოკლედ ეგეთი ამბები სანამ გადავალ დავალებაზე მინდა რომ გაგიზიაროთ ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები ერთ-ერთი არის ნანა ახვლედიანის ნამუშევარი და გქონდა რაღაცა საცხოვრებელი სივრცე გასაკეთებელი ეს არის გეგმა ეს არის ავეჯის გეგმა მერე არის უკვე ელექტროობის გეგმა ზომებით და გვაქვს განშლები გაკეთებული სამზარეულოსი ნუ ზუსტად ესე ხო თქვენ როგორი ტიპიკაც გინე ისე შეფუთავთ თქვენ პორტფოლიოს, მაგრამ ნუ ამ ყველაფერს გიქნებათ საბოლოო ჯამში უნდა გქონდეთ ყველა ვარიანტში. მერე მოდის უკვე მუდბორდები, როგორც უკვე ვთქვი, საძინებელი ოთახის მუდბორდის, საძინებლის მუდბორდი, კიდევ საძინებელი უკვე ეს არის 3D ვიზუალიზაცია, ხო? სამზარეულო, მისაღები და სოლი წერტილი. ასევე მედიას ნამუშევარი, სადაც გვაქვს ნუ აქ იწყება უშუალოდ მუდბორდისა რენდერებით მედიას წყობი. აქ გვაქვს სამზარეულო ზონა, აქ გვაქვს საძინებელი. აქაც ხო ეს შემოსასვლელი ნაწილი. აქაც აბაზანა. და ნუ უშუალოდ პორტფოლიო რა, ანუ არსებული გეგმა, თავისი ავეჯით, ელექტროობით, ზომებით, კვადრატულობით და ქვევით გვაქვს უკვე უშუალოდ მოცემული განშლები. რაც ასევე, ანუ ხო ორივეს პროექტი განსხვავდებოდა აგებულებით, ანუ გაქვთ სრული თავისუფლება ყველა ვარიანტში რა, ხა უბრალოდ მთავარია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტექნიკურად ბოლომდე ამყვეთ და აითვისოთ ისასაც ვამბობთ, რომ დანარჩენი ხა თქვენ რაფერს შეფუძვდით, როგორ გამოიყენებთ, რა თქმა უნდა იყოს თავისუფლები და საკუთარი თავი გამოხატოთ ამ მიმართულებით. დავალება რაც იქნება. ესე იგი სტილებზე ხო ვისაუბრეთ დღეს ინდუსტრიული მინიმალიზმი იაპონური. აი ამ სტილებზე გავახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ყველაზე მარტივად გასაგები ეხა იქნება თქვენთვის ეგ. რომ ინდუსტრიული რა ვთქვი, რომ მაქსიმალურად თავისუფალია ძალიან გავს ბოჰოს და ყოველთვის ადარი და მთავარი იყოს მაღალჭე და ინდუსტრიული შენობები ძირითადად მინიმალიზმი, რომელიც შედარებით უფრო თავშეკავებულია და ანუ მან რაღაცებს ვერ დავაბიუჯეტებთ, ანუ ვერ ვიზამთ ისე რაღაცა უფრო მეტად თავი შევიკავოთ რაღაცებისგან და იაპონური, რომელიც არის უკვე რაღაცა ტრადიციებზე და რელიგიაზე და მსგავს
მიმართულებებზე დაფუძნებული სტილი, რომელიც ანგავს მინიმალიზმს. აი სამი სტილი და უნდა შევქმნათ moodboard-ები, სამივე სტილის ცალ-ცალკე. ანუ ერთი ინდუსტრიული სტილის moodboard-ი როგორი იქნება, moodboard-ი რაზეც ვისაუბრე, ხო? ანუ კოლაჟი, ესე ვთქვათ, ხასიათის დაფა, რადგან თქვენ ჯერ Photoshop-ი, ანუ ვინც იცით, შეგიძლიათ გაკეთოთ, მაგრამ ვინც არ იცით, ნებისმიერ ხერხს შეგიძლიათ მიმართოთ, როგორც ანუ Canva-ზე შეგიძლია აწყოთ, ან რა ვიცი, თუ გინდათ Instagram კოლაჟში აწყოთ, ანუ ნებისმიერი მიმართულებით ამ ხრივას თავი არ დაიძაბოთ არასდროს. რა ტექნიკასაც ფლობთ, იმ წუთას იმ ტექნიკას მიმართეთ, უბრალოდ თავად თქვენი სურვილები გამოხატოთ და აწყოთ ეს moodboard-ი, ხო? ხან მაგალითისთვის ყველაზე მარტივი სახის moodboard-ი ეს და ეს მაქვს, ხო? ეს ყველაფერი უნდა გამოაგზავნოთ და დანარჩენ სიტყვის უკვე ედო. ოღონდ სანამ ეს კითხვები ხო გაქვთ დავალებასთან მიმართებაში, ეს მაინტერესებს. ხო, მოკლედ დავალების ნაწილი რო შევაჯამო, დავალების გამოგზავნის დედლაინი გვექნება ჩვენ 9 მარტის ჩათვლით, ანუ მთელი თითქმის, რავი, რამდენი 4 დღე არის წინ კიდე. ეს ამ ლექციის ჩანაწერი გამოგეგზავნებათ მეილზე, რითიც ხართ ჩვენს მასტერკლასზე დარეგისტრირებული, მათ შორის პრეზენტაციაც აიტვირთება და მეილზე გამოიგზავნება და დავალებასთან ერთად მოკლედ სრული ბრიფი გექნებათ მეილზე. სად უნდა გამოაგზავნოთ დავალება, ამასაც მეილზე მიუთითებ კონკრეტულ ლინკს, სადაც უნდა ატვირთოთ დავალება. დავალების შესრულების შემთხვევაში, როგორც გითხარით, გექნებათ კურსზე 30%-იანი დისკაუნტი. ეხლა გისმენთ თუ რამე კითხვა გაქვთ, ვეცდებით რომ მაქსიმალურად გავცეთ პასუხი. ვინმეს ხო არ აქვს კითხვის დასმის სურვილი. შეგიძლიათ მიკროფონი ჩართოთ, შეგიძლიათ მოგწეროთ აქვე ჩატში და წავიკითხოთ. მე მაქვს ერთი კითხვა, გამარჯობათ. აბა გისმენთ. მძლავრი კომპიუტერი ახსენეთ დასაწყისში და მაინტერესებს აი რა კონკრეტულად რა იგულისხმება, როგორი მონაცემებით კომპიუტერი. გეტყვით, მინიმუმ უნდა იყოს ან i5 ან i7-ის პროცესორი, მინიმუმ უნდა კონდეს 8 გიგაბაიტი ან მეტი ოპერატიული მეხსიერების სისტემა და კიდე ვიდეო ბარათი უნდა კონდეს ახალი დაახლოებით 5 წელი მაინც 5 წელზე ძველი არ უნდა იყოს და მაგასაც კონკრეტული პარამეტრები აქვს. მოკლედ, ეს ეპირას რო არ დაიმახსოვროთ, აქვე ჩავაგდებ ლინკს, რომელშიც არის დეტალურად მოცემული რა ის მინიმალური მოთხოვნები, რაც გჭირდება რომ კურსი გაიაროთ. რა თქმა უნდა, თუ ამაზე ძლიერი ლეპტოპი გექნებათ, მით მეტად უკეთესი იქნება თქვენთვის სამომავლოდ, როგორც პროფესიონალებისთვის. ასევე შეგიძლიათ ლეპტოპის შერჩევის პროცესში, როცა იქნებით, ჩვენ გამოგვიგზავნოთ მონაცემები Facebook გვერდზე და ჩვენი ოპერატორები გაგიწევენ კონსულტაციას და გირჩევენ, რომელი ლეპტოპი ჯობია შედარების სახითაც შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტი გამოაგზავნოთ. კიდე რამე კითხვა ხო არ გაქვთ? აბა, დიდი მადლობა. არ აქვს. მე მაქვს კითხვა დროსთან დაკავშირებით. ახსენეთ ორშაბათობით და ხუთშაბათობით 8-დან 10-მდე, ხო? რა შეუძლებელია ხო დროის შეცვლა, იმიტომ რომ ორშაბათ. ოკეი. სამწუხაროდ ამ ეტაპზე შეუძლებელი არის, თუმცა იწერება ეს ლექციები და ჩანაწერზე გექნებათ წვდომა. ჩანაწერი ეხმარება სტუდენტებს, რომ ვთქვათ, ტექნიკური ნაწილის შესრულებაში ფიზიკურად შეუძლებელია ყველაფერი ლექციაზე დაიმახსოვრონ და ჩანაწერით ამ ტექნიკურ ნაწილს აკეთებენ, მაგრამ ესე რომ მთლიანად კურსი ჩანაწერით გაიარო, ეგრე არ გამოვა, იმიტომ რომ ლექცია არის უმეტესი ნაწილი, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს სწავლება. ირმა, გისმენთ? გამარჯობათ. მე მაინტერესებს, ანუ სულ 19 ლექციაა და 1 საათიანია, ხო ლექციები? არა, ლექციები არის ხანდახან 2 საათიანი, ხანდახან 3 საათია, 3 საათსაც კი ვრჩებით, თუ კი ამის ანუ კვირაში 2 ჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს მინიმუმ 2 საათი, ხო? მინიმუმ 2 საათი. გადასახადი როგორ იქნება? გადასახადი არის ჯამში სამივე თვის ოღონდ ამ შემთხვევაში 980 ლარი, მაგრამ თუ კი შეასრულებ იმ დავალებას, რომელიც პრინციპში მოგეცით უკვე, გექნებათ -30% დისკაუნტი ამ 990 ლარიდან. გასაგები, ანუ სადღაც 600 ლარი, ხო? ხო, დაახლოებით. დიახ, იცით რა მაინტერესებს ერთი წუთი და ფიცოთი. ლაპარაკობ ეხლა მომდა მაინც და მაინც. ანუ ჩემი მონაცემები არ ვიცი, თქვენ ხომ მოიწერებით, ანუ ჩემი კომპიუტერის თუ შეძლებს მოკლედ. ხო, თქვენ გამოგიგზავნეთ თქვენი კომპიუტერის მონაცემები ჩვენს Facebook გვერდზე. ან სადაც გაგიხარდებათ, ყველგან ვართ ხელმისაწვდომები, ჩვენ Facebook გვერდის ლინკსაც აქვე ჩავაგდებ პრინციპში.
რო გქონდეთ თქვენს და ასევე მეილში იქნება მითითებული Facebook-ის ბმული, მოგწერეთ და გეტყვით მოკლედ ამ თქვენივე ლეპტოპით შეძლებთ თუ არა კურსის გავლას. თუ ლეპტოპი არ გიწყობთ ხელს, პირდაპირ გეტყვით, რომ აზრი არ აქვს ამ კურსის გავლას, იმიტომ რომ რენდერებს ვერ გააკეთებთ. გასაგებია. და კიდე ერთი შეკითხვა მაქვს. მე Photoshop-ი არ ვიცი და ანუ სხვანაირად როგორ შევძლებ დავალების შესრულებას ან Instagram-ზე არის ეს შესაძლებელი როგორ გავაკეთო? იმ პრეზენტაციაში, რომელიც გქონდათ 1000, იქ არის ლინკი მითითებული Canva-ში, ეს არის ონლაინ პლატფორმა, სადაც მარტივად აწყობთ კოლაჟს, Photoshop-ი არ სწორდა არ დაგჭირდებათ ამ შემთხვევაში. სხვათა შორის, არ ვიცი ხა შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია იყოს ხოლმე, Pinterest-მა გააკეთა, შეგიძლიათ ანუ YouTube-ზე ჩაწეროთ ტუტორიალი, მართლა მარტივია და მაგიტომ ვამბობ, თორე ეს არა მაგალითად YouTube-ზე ჩაწეროთ ტუტორიალი, რაღაც Pinterest რაღაცა მუდმივ ტუტორიალი ან რაღაც ეგეთი, ამას უმარტივესია და რაც გაქვს შენახული, უბრალოდ თითით გადაგაგ და ჭრირა, ან შეგიძლიათ ფოტოები შეინახოთ და მართლა კოლაჟივით აწყოთ, ან რავი, აი რაღაც აი უმარტივეს ყველაზე ნებისმიერი ხერხი შეგიძლიათ Instagram-საც აქვს თავისი გრიდი და Instagram. ანუ ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რაში აწყობთ, მთავარია აი მე ხა პრეზენტაბელური რო არ არის და რაღაც ანუ ოკეი არ არის, იმიტომ რომ არის რა თქმა უნდა ეგრეც უნდა იყოს, ანუ ძალიან თავისუფლად როგორც მოახერხებთ რა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაფასებთ არა ტექნიკურ უნარჩვევებს თქვენსას, არამედ თქვენი ხედვა გვაინტერესებს პირველ რიგში და მაგისთვის არის ეს დავალებაც. კი ბატონო. კიდე რამე კითხვა ხო არ გაქვთ ვინმეს? ნინი, აბა გისმენთ. ხელი გაქვს აწეული, ნინი უბრალოდ არ გვესმის შენი. კი. გამარჯობათ. სალამ. დავალებასთან დაკავშირებით მაინტერესებს ზუსტი ინფორმაცია. აი, მოგეხსენებათ mood board-ები არის ჩვენთვის სასურველი ფოტო და ნამოჭრილი რაიმე ავეჯი ან სხვადასხვა აქსესუარი. ამ შემთხვევაში დავალებაში სწორედ ამას ვაკეთებთ, ანუ ჭრით, უშუალოდ და მე ჩვენ თვითონ გადაგვაქვს ფონზე ჩვენი შეხედულების თუ უბრალოდ ფოტოებით ვაწყობთ კოლაჟს. შენ როგორც გაგიხარდება და შენ როგორც მოგიდება, თუ გინდა უბრალოდ ფოტოებით გადაი, თუ გინდა ის ფოტოებით აქროფე და ისე გადაი, თუ გინდა მიახატე რაც გინდა, ანუ როგორც შენ თვლი, როგორც შენ მართლა წარმოგიდგენია, ისე გააკეთე. აი, ჩათვალე რომ შენი თავისთვის აკეთებ და დავალება არ არის. უბრალოდ გადაწყვიტე, რომ ინდუსტრიულ სტილში რაღაც გააკეთო და მოიწია რეფერენსები, უბრალოდ დააწყო ერთად. ანუ არანაირი რაღაცა შეზღუდვა არ არსებობს რა. კი ბატონო. და ერთ-ერთი სტილი უნდა ავიჩეთ თუ სამი კარგად ვერ გავიგე. სამივეზე რო გააკეთო, ინდუსტრიულსაც, მინიმალიზმსაც და იაპონურსაც. გასაგებია, მადლობა ძალიან დიდი და საინტერესო იყო. არის, პირიქით, ჩემ. კიდე კითხვა ხო არ გაქვთ ვინმეს? მე მაქვს კიდევ ერთი კითხვა. ანუ კურსის შესწავლის შემთხვევაში, ანუ დავუშვათ მე ძალიან მაინტერესებს. რომ შევისწავლე, მე როგორ უნდა მოვიძიო კლიენტი, ანუ პროექტები როგორ უნდა ავიღო და სად უნდა მოვძებნო? ხო, ამაზე თათაკი პასუხებს, მაგრამ სანამ თათაკი პასუხებს, მე გამომჩა რომ ვთქვა, ჩვენ გვაქვს ასევე სტაჟირების საკონკურსო პროგრამაც, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კი სტუდენტი ჩაგვაბარებს ფინალურ პროექტს, მე-19 ლექციაზე გვაქვს გამოცდა, ანუ ამ გამოცდაზე უნდა ჩაგვაბაროს სტუდენტმა თავის ფინალური პროექტი პორტფოლიოს სახით. ჩვენ თანამშრომლობთ ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიასთან, იდეა city არის ეგეთი, ჩვენს ვებგვერდზე არის მითითებული მათი ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და თვალი შეავლოთ. და კურსიდან ერთი სტუდენტი ირჩევა და იწყება ანაზღაურებადი სტაჟირება 2 თვის განმავლობაში. ყველა ვერ გადის სამწუხაროდ, მაგრამ აი ეგ უნდა მეკითხა. ხო, ერთი აირჩევა. ხო, ნახე, ესე იგი, პირველი რომ Behance, ანუ მაგას კურსის განმავლობაში რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ Behance არის ერთი, LinkedIn არის, სადაც შეგიძლია შენი რაღაცა რეზიუმე გქონდეს, შენი ნამუშევრები განთავსო, ასე შეგიძლია Instagram გვერდი გაიკეთო, სადაც ცალკე იქნება ეს პროფესიული გვერდი და შენ ნამუშევრებს განათავსებ. გარდა ამისა, გაწევრიანდე რემონტის ყველანაირ ჯგუფში, რაც არის რემონტი, ინტერიერის დიზაინერი, შემდეგ იქაც იწერება, რომ ეძებენ ინტერიერის დიზაინერს. და შესაბამისად, რო გითხრათ, რომ უმარტივესია და აუცილებლად ძალიან ბევრი საქმე გექნება და ეგ წარმოგენა. ხო, აი არ მინდა, ანუ არანაირად ჩვენი მხრიდან ეგ არ არის, იმიტომ რომ აი მოთხოვნადი პროფესია არის, რა თქმა უნდა, თუმცა უდიდესი კონკურენცია, როგორც დანარჩენ სფეროში. მაგას გულისხმობდი ზუსტად, რომ ანუ არიან ძალიან მაგარი დიზაინერები, არიან
მოთხოვნადების ყველა ფასიანი ესე უხეშად ვიტყვი რა მაგრამ კონკურენცია დიდია და როგორ შეგვიძლია ჩვენ ახალბედა დამწყებებმა რომ დავიკავოთ ადგილი დავსახდეთ რიგში ხარისხიანი ნამუშევრებით ანუ ახალბედა არ ნიშნავს იმას რომ არა ანუ მაქსიმალურად თუ მიყვები პროცესს და შემთელს იმას რომ ენერგიას ჩადაგმა ყველაფერში ისეთი კარგი რენდერები შეიძლება გაკეთდეს, ისეთი კარგი ნამუშევრები გქონდეს, რომ საერთოდ არ ჩამოვარდებოდეს ხარისხით ძალიან ბევრ სხვას. ანუ ვიზუალურად და ესთეტიურად კარგი ნამუშევარი პოტენციალურად უკვე ნიშნავს იმას, რომ ძალიან მარტივად შეიძლება რომ ვიღაცა შენ დაინტერესდეს. ხო ხა, დაბალი ხარისხის ნამუშევრები თუ ექნება და არ იქნება, ანუ ეთყობა რა ნამუშევრს თუ არ არის ბოლომდე ჩადებული რაღაცა შრომა, ემოცია, იმით რა თქმა უნდა გაგიჭირდება რომ რაღაც ფეხი მოიკიდო. რა მე მაგალითად დამკვეთები ეგრე მყავს, რომ ერთმა რო გავუკეთე იმან იმას უთხრა, მე იმან ამას უთხრა და ანუ ესე დრო ჭირდება მაგ ყველაფერს რა, რომ აი კარგად მოიკიდო ფეხი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი სტაჟირება, რატომაც ეგრე არის მიჩნეული, რომ მარტო ინტერიერში არა, აი ძალიან ბევრ სხვა პროფესიაში რომ ეგრევე ჩემსაც გავაკეთებ და მორჩა მარტო ჩემი უნდა მქონდეს და ანუ ვერანაირ გამოცდილებას ვერ დააგროვებ, ეგრევე მარტო შენ ყველას გვინდა მესმის ხო ჩემი სტუდია მქონდეს, არავის დამოკიდებული არ ვიყო, რა თქმა უნდა მინდა, მაგრამ ვერანაირად ვერ დააგროვებ გამოცდილებას. ეგ კი არა, 2 წლის წინ იყო, ბოლოს სადღაც რომ მუშაობდი და მართლა სულ რაღაცას სწავლობ და სულ რაღაც ახალ ემოციას და ახალ იმას იძენ და ანუ მუდმივ ისეთი პროცესია, სულ ახალი რაღაცები შემოდის, თუნდაც ანუ ტექნიკური მხარე და ასე შემდეგ, სულ ახალ რაღაცებს სწავლობ ხან ხელოსნებისგან და ხან ბრენდებისგან და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტში კომპანიაში მუშაობა არის აი ძალიან მნიშვნელოვანი. აი აქ შემიძლია ვთქვა, რომ სულ ძალიან იაფად იმუშაო, ანუ მინიმუმ $1 კვადრატული კი უნდა აკეთო, ესე ცალკე და არ უნდა დავარდეს ფასი, მაგრამ შენ რომ რაღაცა კომპანიაში შემოგთავაზო, რომ მოდი ჩემთან 3 თვე იმუშავე რაღაც დაბალ ხელფასზე, უარი არ უნდა თქვა, იმიტომ რომ დიდ გამოცდილებას მიიღებ რა. რამდენი პარაკე, მაგრამ ხო ამის მეც დავამატებ ეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ინდუსტრიაში, ზოგადად შემოქმედებით ინდუსტრიაში არის თქვენი პორტფოლიო. პრინციპში ამაზე რაღაც ნაწილობრივ შევეხე, მაგრამ მაინც პირველი რასაც კითხავთ დამსაქმებელი არის არა ის არის თუ რა გაქვთ დამთავრებული ან რა სერტიფიკატი ან დიპლომი გაქვთ, რომელსაც არსებითად მნიშვნელობა არ აქვს ამ ინდუსტრიაში. ჩვენ კი გავცემთ სერტიფიკატს თუ კი სტუდენტმა ჩაგვაბარა გამოცდა, მაგრამ პირველი რასაც დამკვეთი ეკითხება პროფესიონალს არის აი მანახი რა გაქვს გაკეთებული. იქნება ეს არ ვიცი გასაუბრებაზე, თუ იქნება ეს კერძოდ რომელიმე კერძოდ დამკვეთი და ის მანახი რა გაქვს გაკეთებული არის შენი პორტფოლიო. ჩვენ კურსის განმავლობაში ერთ პროექტზე ვმუშაობთ და მათ შორის ვსწავლობთ ეს პორტფოლიო როგორ შევქმნათ, რა ნამუშევრები შევიტანოთ, რა წარწერა დავაწეროთ, რა არ შევიტანოთ და ასე შემდეგ და ეს პრინციპში საკმაოდ ბევრი გვიდევს ჩვენს ვებგვერდზე. აქამდე უკვე კურს დამთავრებულების ნამუშევრები და შეგიძლიათ თვალი შეავლოთ და ამის გარდა სტუდენტები როცა ასრულებენ ჩვენთან სწავლას, სხვა პროექტებზე მუშაობენ, საკუთარი ბინების ინტერიერის დიზაინს აკეთებენ მაგალითად, თავის მეგობრის კაფეში მივლენ, აზომავენ და იმ კაფეს უკეთებენ. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ეს რეალური შეკვეთა არის თუ გამოგონილი სივრცე არის, მთავარია რომ მოიგონო რატომაც არა დრო თუ დაჭექი და გააკეთე რა, ანუ პორტფოლიოში კონდეს ნამუშევრები რა და ეს პორტფოლიოში მარტო ერთი პროექტი არ იყოს და მრავალფეროვანი პროექტები იყოს. ისე არ ხდება რომ ეხლა კურს დაამთავრებთ 3 თვეში სუპერ პროფესიონალები გახდებით, ეგრე არ მუშაობს ეს ინდუსტრია, როგორც სხვა პროფესიაში იგივე პრინციპი არის აქაც. იურიდიულს როცა ვამთავრებთ, მე რაც რო გჭირდება რომ ადვოკატები გავხდეთ. აქაც იგივე პრინციპი არის რომ კურს რო დავამთავრებთ, მე გჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა. არ არის მარტივი ხო, არ არის მარტივი, საკმაოდ შემატევადი არის, მაგრამ თუ მონდომება და სურვილი გაქვთ, ანუ შანსი არ არის რომ შედეგები არ მიიღოთ. ანა ბოდის შეგატყვეტინე, აბა გისმენთ. არა, მაგას გულისხმობთ, მაგრამ ეგ მაინტერესებდა ზუსტად რაზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ, ზუსტად ეს მაინტერესებდა. შრომატევადობის შესახებ ვიცი, მომისმენია, ჩემი მეგობრები მუშაობენ ამ კუთხით და ვიცი, რომ კი ბატონო შრომატევადია ნამდვილად. დიახ, მე უფრო სხვა ეს მაინტერესებდა რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ანუ მოძიება და შემდეგ შესრულება, დიახ. მედია გავაცით შენ კითხვას პასუხი. დიახ, ნამდვილად ამომწურავად. მადლობა. კიდევ ვინმე სამე კითხვა ხო არ გაქვთ? მე მაქვს ერთი კითხვა კიდევ. პროგრამები რაშიც კეთდება ეს პროექტები და ყველაფერი ეს აწყობა, ну ყველაფერი ფასიანია თუ
არა, ეს არ არის ფასიანი დაკრეკილი პროგრამა არის, ასე რომ შეგიძლია უფასოდ აი ეგ მოკლედ ჩვენ მაგალითად ვთანამშრომლობთ არქიკადის ქართულ წარმომადგენლობასთან, შესაბამისად არქიკადის ჩაწერა ჩვენ სტუდენტებს შეუძლიათ ლიცენზირებული ვერსიის უფასოდ ვაძლევთ ცნობას ჩვენი სასწავლებლიდან, ამ ცნობას თვითთავენ არქიკადის ოფიციალურ გვერდზე და ერთწლიანი უფასოდ აქვთ მოკლედ ლიცენზირებული ვერსია. ესეც რომც არ იყოს დაკრეკილი, ანუ გატეხილ ვერსიებს წერთ კომპიუტერში, თქვენთან შეგიძლიათ ჩაწეროთ და ასევე ჩვენ კიდევ თანამშრომლობთ კომპიუტერულ სერვის ცენტრთან, სადაც შეგიძლიათ მიიტანოთ ეს თქვენი კომპიუტერები და ადგილზე ჩაატერინოთ დაკრეკილი, გატეხილი ვერსიები. დისტანციური ისიც აქვთ, ამ შეგიძლიათ დისტანციური სერვისით აქვთ, შეგიძლიათ არც მიიტანოთ და ონლაინ TeamViewer-ით შემოდიან და გიწერენ ამ პროგრამებს. ერთხელ ჩაწერთ და გექნებათ სულ ჩაწერილი, მანამ სანამ ისეთი ახალი ვერსია არ გამოვა, რომლის ინტერფეისი იქნება სხვა. როგორც წესი 1-2 წელი მაინც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პროგრამა ერთხელ ჩაწერით. ძალიან მეტიც. და ერთი შეკითხვა მექნება. ну, დაახლოებით საშუალოდ, მაგალითად, ერთი პროექტის აღების შემთხვევაში, რამდენი დრო ჭირდება ხოლმე იმის ნაგაი კითხვა, კი ბატონო. აი სიტყვაზე თუ მუშაობ 50 კოდს გადავეკიდე, მაგრამ ერთად ეგ შემოდის ხოლმე რა 50-60. ну, პატარა ტიპის ბინებზე თუ გვაქვს საუბარი, მინიმუმ დაახლოებით 1 თვე მაინც უნდა განსაზღვრო რა. და ну, შესაძლოა თუ რაც უფრო დიდია, მე ლოგიკური დრო ემატება იმას, იმიტომ რომ ну, თავისი ცვლილებებით, ნიუანსებით, რაღაც ეგრე და მე უკვე პროცესს მიყვებით ერთად რა, ანუ დამკვეთთან მიმართებაში ხარ, რადგან იმან შეგაცვლოვნა იცის, რომ კიდევ ამას რაღაცა ლოგიკური დრო ჭირდება, მაგრამ დაახლოებით 1 თვე საორიენტაციოდ მინიმუმ მაინც უნდა უთხრა. ძალიან დიდი მადლობა და პარალელურად შესაძლებელია თუ არა რამოდენიმე პროექტზე, ну, 10 სარგულს, რა თქმა უნდა, მაგრამ შესაძლებელია, მაგრამ ნერვების ფასად. ანუ ძალიან შესაძლებელია ეგრე მუშაობ, რა თქმა უნდა, აკეთე უბრალოდ ცოტა უნდა დაზოგვეთვინი თავიც, იმიტომ რომ რთულია უბრალოდ ეგრე თუ როგორ არის შესაძლებელია და აგერ მე ვარ მაგის ნათელი მაგალითი, რა თქმა უნდა. შეგიძლია რამოდენიმე პროექტი ერთად გქონდეს. ძალიან მადლობა. ბოდის გიხდით, რაიმე ლიტერატურას ხომ ვერ გვირჩევდით, აი დასაწყისისთვის საბაზისად. იცი რა არის? არ ვიცი, რამე საშუალება გაქვს, რომ საიდან გავაზიაროთ ესე რაღაც მეილზე შეგვიძლია რომ რაღაცები შენ შეგვიძლია მოვაწოდოთ და მეილზე გადავხდეთ. აქვე ლიტერატურაზე ინსტაგრამის ბმული ჩავაგდე, სადაც პრინციპში ლიტერატურაზე გვიდევს პოსტი. ციგნებზეც, ფილმებზეც და მოკლედ დაგვაფოლოვეთ ინსტაგრამზე და ბევრი საინტერესო ინფორმაცია დევს. მათ შორის მაგალითად ჩვენს ვებგვერდზე ბლოგის განყოფილებაში გვიდევს ასევე ინტერიერის დიზაინზე ბევრი საჭიროც და საინტერესო სტატიები და წაიკითხეთ ეგ სტატიები ძალიან დაგეხმარებათ. მაგალითად მუდბორდზე გვიდევს რა არის და რისთვის გამოიყენება დეტალურად ჩაშლილი, ეგეც დაგეხმარებათ თქვენ დავალების შესრულებაში. ხო, ჯობია რა გავაზიაროთ მაშინ. ხო, კიდე რამე გიქნება. ძალიან დიდი მადლობა. არაფერი. აი, აქვე ჩავაგდე ბლოგის ნაწილი ჩვენს ვებგვერდზე და ამ ბლოგში ფილტრი არის და ამ ფილტრით შეგიძლიათ გაფილტროთ და მარტო ინტერიერის დიზაინის მიმართულებით სტატია რაც გვიწერია ის წაიკითხოთ, ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას იპოვით მოკლედ აქ. მე მაქვს ერთი კითხვა თუ შეიძლება. როგორ არის? იცით რა მაინტერესებს თქვენ ეხლა რასაც გვასწავლით, ეს მხოლოდ უკვე ანუ თეთრი კარკასიდან რო დავიწყოთ, მაგის მერე რაც ხდება ანუ ეს პროცესი მხოლოდ ამაში გამოგვადგება თუ აი თავიდან დაუშვათ სახლის ასაშენებლად აგეგმარება, ანუ კედლები, ტიხრები. თავიდან რომ შეგიძლიათ არქიტექტორთან ერთად ეხა სახლის აშენებაზე თუ მიდგება საუბარი, რა თქმა უნდა არქიტექტორი გჭირდება მაგ შემთხვევაში და კონსტრუქტორი, რომელიც კონსტრუქციულ ნახაზს გააკეთებს, ხო? ანუ იქსაც კოლონა იქნება სადმე
თავისთავად რიგელი და ამავდროულად. მაგრამ შენ აბსოლუტურად შეგიძლია მიიღო მონაწილეობა გეგმარების პროცესში. ანუ მაგას გულის ხო, ანუ არსებობს ინტერიერის დიზაინი, თქვა ხარ დეკორატორი, რომელი პროფესია ჩვენთან არ არის რატომღაც, ხარ 3D ვიზუალიზატორი, ანუ არ აკეთებ არაფრის გეგმარებას, არაფრის დიზაინს, უბრალოდ ამ რასაც გეუბნები იმის ვიზუალიზაციას ახდან და მესამე ინტერიერის დიზაინი, რომელიც მოიცავს გეგმარებასაც, ელექტროობასაც, ტიხრების მონტაჟის, დემონტაჟის გეგმასაც და ასევე დიზაინს და შესაბამისად 3D ვიზუალიზაციას. ამიტომ რა თქმა უნდა ეს სახლი იქნება თუ რაღაცა შეგვიძლია თავიდან მიიღო მონაწილეობა უბრალოდ არქიტექტორთან ერთად, იმიტომ რომ ტექნიკურად იქ შენ რაღაცას გააკეთებ, ანუ მასთან ერთად შეძლო მოკეთ სწორი წარმართვა პროექტის, რა ესე ვთქვათ, რელიეფი როგორ არის და ასე შემდეგ, ხო? თორე განლაგება შეგვიძლია განლაგებაც მოახდინო და მე ეს ყოფილი კონსტრუქტორმა დავერცხნოს პრინციპში ირმა, ანუ ეგეც შეგვიძლია რომ გააკეთო, რატომაც არა. და ხო იდეაში ხო ბევრი ანუ დახმარება იმ ნახაზის ანუ თავიდან კოლონებიდან დაწყებული და კონსტრუქციით ანუ ესეთი რაღაცები არ შედის ხო აი მაგას ჩვენ ვერ ვისწავლეთ ჩვენ ვისწავლით ინტერიერის დიზაინს ჩვენ ვისწავლით ინტერიერის დიზაინს და რა თქმა უნდა ვისწავლით თქვათ რომ იქ კოლონა როა და კაცო მზუდი კედელი როა არ უნდა შევეწყოთ მაგასაც ვისწავლით რომ არ დავაგრიოთ სახლი მაგასაც შახტა რო არის მამდეზე შეიძლება რომ უნიტაზი გადმოუწიოთ ხო ანუ შახტიდან ამ შახტაზე რამდენი შეიძლება დავაერთოთ ტექნიკურ რაღაცებს რა თქმა უნდა ვისწავლით მაგრამ რა თქმა უნდა არა არქიტექტურას ხო ანუ სახლი როგორ უნდა ავაშენოთ და როგორი არქიტექტურის უნდა იყოს სახლი ეგ არქიტექტურის ნაწილი არის თავიდან ჩვენ შიდა სივრცეში რა ხდება მაგას ვსწავლობთ ინტერიერის დიზაინს მაგრამ ანუ გეგმარება აუცილებლად უნდა რაღაცა სასწავლოთ კარგად უნდა დავღეჭოთ ხო შიდა სივრცეში ხა ტიხრები და კედლები მაგასაც თვითონ სტუდენტები ჩვენ ვაძლევთ ცარიელ სივრცეს და ამ ტიხრებს თვითონ სტუდენტები როგორც განლაგებას თვითონ სტუდენტები ახდენენ რა შეგნით კი ბატონო გასაგები კი ბატონო კიდე რამე კითხვა არ გაქვს მე მგონი ვიღაცამ რაღაც მოიწერა აი რეგისტრაციის დროს ლიგა რატომღაც ვერ ვაკოპირებ შენ მოწერილ მეილს და თუ არ შეწუხდები Facebook-ზე მოგწერე იმიტომ რომ აქ იმის მიტინგის დასრულების შემდეგ დაიკარგება ეს მეილი და Facebook-ზე არ არის პრობლემა მადლობა დიდი არაფერს კიდე კითხვა მეგობრებო არ მოგერიდოთ დაგვიშვით კითხვები ედო ჩაიკოპირე ლიკას მეილი ამ წუთს აი კარგი თუ კითხვები არ გაქვთ მოკლედ ხვალ დღის პირველ ნახევარში მეილზე გამოგეგზავნებათ სრული ინფორმაცია ანუ პრეზენტაციის ბმული ლექციის ჩანაწერის ბმული და მათ შორის ინსტრუქცია თუ სად უნდა გამოაგზავნოთ დავალება. როგორც გითხარით, დავალების გამოგზავნის ბოლო დღე არის კვირის დღე, ანუ კვირის დღის ბოლომდე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ. მეორე დღეს დაგიკავშირდებით და გავივლით ყველა საჭირო დეტალს უკვე კურსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დაგჭირდეთ. ხო, როგორც გითხარით, 27 მარტს ვიტყევთ სწავლას, ლექციებს ჩავატარებთ ორშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს 8 საათიდან ვიწყებთ სწავლას, 10 საათამდე როგორც წესი. ეს ლექციები ასევე იწერება და ანუ ჩვეულებრივად ჩანაწერზე აქვს სტუდენტებს წვდომა და ასევე თითოეულ ლექციაზე აქვს დავალებები, ამ დავალებებს ასრულებენ, მოვაქვთ და ლექცია იწყება სტუდენტების დავალების განხილვით, თათასგან მიცემული ფიდბექით, დისკუსიით და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ზოგადად კურსის, სადაც ერთმანეთისგანაც საკმაოდ ბევრ რამეს იგებენ სტუდენტები. თავარი მიზანი ამ კურსის არის, რომ გარდა იმისა, რომ გავცეთ ცოდნა ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, ასევე სტუდენტებს დარჩეთ ფინალური პროექტები. ეხლა თქვენ თუ იმ ეტაპზე ხართ, რომ არჩევთ კონკრეტულ კურსს, სად უნდა დაიწყოთ სწავლა, ერთ რჩევას მოგცემთ, რომ პირველი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის რა თქმა უნდა ლექტორი და მისი გამოცდილება და ლექტორის და გამოცდილების შეფასება შეგიძლიათ მისი პორტფოლიოს ნახვით. ჩვენს ვებგვერდზე 1000 პორტფოლიო დევს და შეგიძლიათ მისი ნამუშევრები შეათვალიეროთ. მეორე რჩევა იქნება, რომ ეს პორტფოლიო და სხვა ლინკი Instagram-ზე ვნახეთ BIM Studio-ს. მეორე იქნება ასევე ჩვენი რომ აუცილებლად მოусმინეთ ლექციების ჩანაწერებს თუ არა აქვთ მოითხოვეთ ხოლმე ან მასტერ კლასებს დაესწარით აკადემიების რომ მინიმუმ გაიგოთ ლექტორს როგორი გადმოცემის უნარი აქვს და რა ინფორმაციას გადმოსცემს და ყველაზე მთავარი რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება რა უკეთებიათ აქამდე სტუდენტებს რა აქვთ გაკეთებული რომ ყველაზე უკეთ წარმოდგენას შეგიქმნით არა
ჩვენი მოყოლიდან აკადემიების პერსონალის და ლექტორის მოყოლიდან, არამედ სტუდენტებმა რა ქნეს, კურსდამთავრებულებს რა აქვს გაკეთებული, ეგრე უკეთ გაიგებთ, მოკლედ რას ისწავლით ამა თუ იმ კურსზე. ეს არის სულის თქმაც მინდოდა. შეგიძლიათ თუ შეწუხება გამო თუ იპოვით ზოგ სტუდენტს ანუ თქვა სოციალურ ქსელში რაღაცა შეგიძლიათ კითხოთ კიდევ შეგიძლიათ არის ჩვენ სტუდენტებსაც კითხოთ ჩვენ შესაძლოა. ხო, ეგეც იმას გაქვია, საკონტაქტო ინფორმაციას ვერ გავცემთ, მაგრამ 21 საუკუნეა Facebook-ზე ყველას ნახავთ და არ ვიცი, დაიმატეთ და კითხეთ, მოკლედ რო გაიარეს კურსი, რა მოეწონათ ან რა არ მოეწონათ, გულწრფელად იკასწრებენ, დარწმუნებული ვარ. აბა დროებით მეგობრებო. ვერონიკა წავს ერწავს რაღაცა ერთი კითხვა მაქვს, ბოლო კითხვა. შემდეგი კურსი იცით, როდის იწყება, თქვა ამასოლა და ვესწრა. ზუსტად არ ვიცით, სამწუხაროდ ალბათ უფრო შემოდგომით იქნება, ან შეიძლება ჩავნიშნოთ კიდე ერთი კურსი, რაღაც აპრილ-მაისში. მოკლედ ჩვენს ვებგვერდზე ვანახავთ ხოლმე ინფორმაციას, შეგიძლიათ ის ალბათ ჩავნიშნოთ. შესაძლოა ჩავნიშნოთ. იმიტომ რომ ძალიან ცუდად ემთხვევა და თუ ვერ შეცვალეს ის ახლა რაზეც დავდივარ გაკვეთილი მაქვს ორ შაბათობით და ხუთ შაბათობით 9-ზე. შესაბამისად რა ვიცოდე გავითვალისწინო წინასწარ. რა ქენი, იცი, მოგწერე შენ სადმე, ან Facebook-ზე, ან არ ვიცი, Instagram-ზე სადაც გაგიხარდება და გვეყოლები მონიშნული ახალი ჯგუფის ნაკადის ჩანიშვნის შემთხვევაში აუცილებლად დაგიკავშირდებით და გეტყვით, რომ აგვაგებინეთ ჩვენ სადმე მოგწერე. კარგი, მადლობა დიდი. არაფერს. კიდე რამე კითხვა ხო არ გაქვთ? მე მგონი ვსა. ოკეი, ვსა. მადლობა თათა, მადლობა მეგობრებო ბოლომდე. მადლობა ყველას. ნახვამდის. დიდი მადლობა. ნახვამდის.